ყოველ შაბათს 22 საათზე მთელი სამყარო იძინებს, მაგრამ არ ძინავთ მართ მაფიოზებს. მეხუთე სეზონში ვიხილავთ იტალიური მაფიისა და იაკუძას დაპირისპირებას. პატიოსნებში რა თქმა უნდა რჩება ექიმი და დეტექტივი. მეორე მაფიის გუნდი შედგება იაკუძასა და შოგუნისგან. იაკუძა დაქირავებული მსროლელი მოთამაშეა, რომელსაც დეტექტივი ამოწმებს შავად. შოგუნი არის უფრო მაღალი რანგის როლი. ის იღებს გადაწყვეტილებას თუ ვინ უნდა დატოვოს თამაში და გადაწყვეტილება მოქმედებაში მოყავს იაკუძას. მაფიაში ამ ორი ეპოქის გაერთიანებას ვიხილავთ. მას შემდეგ რაც თამაშიდან იაკუძა გავა, შოგუნი რჩება გასროლის გარეშე. იაკუძა იგებს იმ შემთხვევაში თუ თანაბარი რაოდენობით დარჩებიან მაფიოზებთან ან პატიოსან მოქალაქეებთან, ორი თორში ან ერთ-ერთში. იმის გამო რომ მაფიის ეს ორი დაჯგუფება ერთმანეთისთვის დაგვიპირისპირებინა, მაფიას დაუმატეთ მარჯვენა ხელი, რომელსაც გაცნობის ღამეს ირჩევს დონი და შემდეგ ყოველ ღამე ეძებს იაკუძას. შოგუნი არ მოწმდება არც დეტექტივის მხრიდან და არც მარჯვენა ხელისგან. თამაში უკეთესი ბალანსისთვის ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ პირველ ღამეს არავინ ტოვებს მაგიდას. პირველი ღამე არის მხოლოდ გადამოწმებების და სტრატეგიების დაგეგმვის ღამე. მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, ქართული YouTube-ის მაფიის ასეთი შესანიშნავი შემადგენლობა არის და გთხოვთ რომ დაალაიქოთ, გამოიწეროთ არხები და გავახსნათ მონაწილეები. მადლობა მოგზაურებისთვის. დღეს ამ მაგიდაზე ბევრი გამოცდილი მოთამაშე და ჩვენი საყვარელი ფეხბურთელები არიან. თქვენთან სელფი თუ შეიძლება. მადლობა მეგობრებო მოგზაურებისთვის. იმედია ეს იქნება საწინდარი შემდგომ უკვე დიდი მაფიის, ასე რომ ყველას გელოდებით. მოკლედ, დღეს ვიმყოფებით მირიან მეფის 31-ში ფურო მაფიაში, სადაც შეგიძლიათ ნებისმიერ ადამიანს მოგზავნდეთ, დაჯავშნოთ, ითამაშოთ მაფია მარტო ან მეგობრებთან ერთად. დარწმუნებული ვარ, რომ მაგარი თამაში გველოდება. რაც მთავარია, ეს თამაში არის სეზონოფი, სეზონს გარეთ თამაში, ვერთობით, ხიარულობთ და გვერდით დაგვიდექით მაყურებელს, მიმართავ რომ დაალაიქოთ, გამოიწეროთ არხები და ვისიამოვნოთ ამ შესანიშნავი თამაშით. დავიწყოთ მე მგონი, ხო? ამარტო სასწრო გამოიწეროთ. Instagram-ი იქნება აქ წერაში. დავახამოთ მეგობრებო. ეს ლენდერა არ ყავს.
იღვიძებს პირველი ნომერი და ირჩევს როლს იღვიძებს მეორე და გაეცნობა თავის როლს იღვიძებს მესამე იღვიძებს მეოთხე იღვიძებს მეხუთე და გაეცნობა თავის როლს იღვიძებს მეექვსე იღვიძებს მეშვიდე იღვიძებს მერვე იღვიძებს მეცხრე იღვიძებს მეათე იღვიძებს მეთერთმეტე და იღვიძებს მე-12 და ნახავს რა როლი დაუტოვა ქალაქმა. ყველამ ვიცით ჩვენი როლები. თავი გავაჩეროთ ყველამ, თავი დაბლა დავხაროთ და იღვიძებს მაფია. დონმა დაიქნიოს ხელი. Doni ირჩევს მარჯვენა ხელს. ვემშვიდობები. იღვიძებს მხოლოდ შოპუნი და უერთდება იაკუძა. ვემშვიდობები. გამეცნობა მხოლოდ დეტექტივი. ახლა კი მხოლოდ ექიმი. მხოლოდ ექიმი იღვიძებს. ვემშვიდობები და თემდება. წარმატებულ თამაშს გისურვებთ, პირველი ნომერი გახსნის წრეს. თქვენი ერთი წუთი ჩაიგდო. ნუ მწერ რომ ბახში აყვავდა ნუში. რომ თაწმინდაზე ცა დაწვა თითქოს, რომ საქართველოს ამ გაზაფხულში როგორც ყოველთვის წააგავს ხვითოს. რომ რთაჭალამ ჩაიცვა თეთრი, რომ შენც ჩაიცვი კაბა ყვავილის. რომ მტკვარი ოხრავს როგორც ყოველთვის, როცა მეტეხის ახლოს ჩაივლის. წუხელ ვებრძოდით ცეცხლს და ურაგანს და საშინელი ბრძოლების ნისლში. მე მომეჩვენა, სადღაც ჩვენს უკან აელვებული იდგა თბილისი. ორთაჭალაში ყვაო და ნუში მთაწმინდის მხრებზე მზე იწვა თითქოს და შენ ძვირფასო. ამ გაზაფხულში როგორც ყოველთვის მოჰკავდი ხვითოს ნუ მომწერ.
ისეც ვიცი, რაგვარი ფერებით ყვავის თბილისი, ეხლა რომ ვიღაც დადის მინდვრებში ღამით დადილისათვის ამწვანებს ნახნავს, მე ისიც ვიცი. რომ კარგ ამინდებს მოხთ გულების საამოფეთქვა და თუ ბოლომდის ტყვია დამინდობს თუ გაზაფხულებს შევხვდებით ერთად გეტყვი რომ მოვალ ბრძოლა ნახული და სიკვდილამდის ერთად ვიქნებით რომ ლამაზია მზე გაზაფხულის ბრძოლების შემდეგ მზე გამარჯვების ცოტა გახსნა ორი ნომერი გახსნა საგოძმოში მალატეს. თან ფეხბურთელია. კი. მოგესალმებათ გიორგი მამარდაშვილი. არ დაგიწყებთ ეხლა რომ გამოუცდელი მოთამაშე ვარ და რაღაცებს. არცეც არ გენდობით საერთოდ არცერც, მაგრამ ერთს გეტყვით რომ აი მეოთხე ნომერს ვფრთხილდით, იმიტომ რომ მაგას არ იცნობთ. დანარჩენს დაგაკვირდებით, ხო? პატიოსანი. კიდე არ იცნობ, კარგი. ხო, ანუ დაგაკვირდებით ყველას, პატიოსანი მოთამაშე ვარ და იმედია წითლები მოვიგებთ ამ თამაშს პასს. მადლობა. სამ ნომერს უსმენთ? ჩემი MVP პირველი ნომერი. აუცილებლად. და ასე მიხარია რომ შემოგვიერთდი საფეხბურთო სამყაროს. კეთილი იყოს შენი ფეხი. მამარდა არ მომეწონა. იმიტომ რომ რაღაცა სითამამით უნდა და გადაფარვა შავი კარტის ჩემი აზრით. მე ვარ წითელი კარტი. რთული ყოფილა აქ. ნერვიულობ, მართლა ნერვიულობ. ხო ეს ისა ფეხბურთს გავს ცოტა ტრიბუნიდან რომ მარტივი ჩანს და მე მინდორზე რო რთულია და მეთანხმება ალბათ პირველი ნომერი ამაში. პას. 4 ნომერი. მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ნინიკო მამარდაშვილი. ძალიან ცუდია რომ ერთ-ერთი გოგო ვარ ამ მაგიდაზე. დაბასტო და მომხრა რომ აუცილებლად პირველი შენ მოგკლავთო და ვნახოთ აბა როგორ მომკლავს. მეორე პირველ ნომერს რაც შეეხება. როგორც ყოლს იდეალური იყო მეორე ნომერი არ ვიცი. ცოტა მეშინია რომ თქვა მეორე ნომერზე ცუდი, მაგრამ დავუკვირდებ მესამე ნომერი ვფიქრობ რომ ძალიან კარგი იყო და საერთოდ არც ნერვიულობა ეტყობოდა და არც არაფერი. წარმატებულ თამაშს გისურვებთ ყველას. მადლობა. 5-ს უსმენთ? მოგესალმებით. მე ვარ დიმა პატიოსანი მოქალაქე. ძალიან გამიჭირდა ფერების დანახვა ამ საუბრებით. რა ერთი რაც შემიძლია დანამდვილებით თქვა, სამ ფეხბურთელმა ისაუბრა ჩემამდე და ერთმა ინფლუენსერმა. ეს ინფორმაცია ვიცი გარანტირებულად. ამას თუ გავყვები ამ წრეს, შემდეგ საუბრებზე რაღაც დასკვნები შემიძლია გავაკეთო. მაინც გუნდი რომ დავაკომპლექტო, ერთიანო ძალიან ხატოვნად და ემოციურად გახსნა. ძალიან გულთან ახლოს მოვიდა. ერთიანს ავიყვან ჩემ გუნდში. და 4-იანსაც დავიმატებდი, და 4-იანისგან მომეწონა შეფასებები, რაც გააკეთა. ემოციურ დონეზე წითლად ყავს, 2-3-ში მაინც ჯერფერებში ვერ ჩამოყალიბდი. თუმცა დავუკვირდები შემდეგ წეზე მათ საუბარს. კარგ თამაშს გისურვებთ, ბევრ არგუმენტს გისურვებთ და მედია ვისეამოვნებთ ყველა დღევანდელი თამაში. ას. მოგესალმებით, პატიოსანი მოქალაქე, დიმა არის შავი კარტი, თავიდან მომოვიდი რომ შავი კარტი ათქვა, ისო თავიდან ვთქვი რა, უბრალოდ რა გავრისკე, მაგრამ ჯერა რომ მართალი ვარ. ქორო არის ჩემი წითელი კარტი და რატო ხა გეტყვით რა, რამხელა ლექსი წაიკითხა რა. აი, ხო უნდა გქონდეს რა, სადღაც შეიძლება არ გახსოვდეს ლექსი. აი, უეჭველი გადაიმეორა გონებაში, მაგის დრო ქონდა და მე წაიკითხა და მაგიტომ მგონი რომ პატიოსანი მოქალაქეა. შენ დაგეთანხმები მამარდას ამბავში, რომ ხო, რაღაცნაირი არ ვიცი რა, ეხა პირველად შეიძლება თამაშობს, შეიძლება უფრო დიდ აუდიტორიის წინაც უთამაშია, ან სხვა თამაში, მაგრამ შეიძლება. მაგრამ ამ მომენტში რაღაცა ისე არისო, თლა ისე კარგად არისო, რა შეიძლება ეს პირიქით არის გამოწვეული რაღაცა განსაკუთრებულისგან, ან მეორე პირიქით ცუდი განსაკუთრებულისგან. შენ არ ვიცი, თქოს აქეთ დამემუქრე თუ მომეჩვენა. რომ ბასტო აგერ გავდებ, ნახოთ ვინ ვის გააგდებს, თუ რაღაცა ეგეთი თქვი, აგერ კალმად შეამჩნია და მე ყურადღება გამამახვილებინა მაგაზე. დიმა შავი კარტია. ეხლა დავაკვირდეთ დიმა ვისთან ითამაშებს და მაგის მიხედვით ვიპოვოთ სხვა შავები რა. ქოროსთან თამაშობ, მარტო ქოროსთან თამაშობ ჯერ არა, შენც კი შეუწყე, მაგრამ რაღაც ისე. 7 ნომერს უსმენთ? მოგესალმებით, მე ვარ ლუკა პატიოსანი მოქალაქე. პირველი ნომერს საოცარი გამოსვლა ჰქონდა, მე ეჭვება იყოს შავი კარტი, მამარდას რაღაც საოცარი თავდაჯერებული შემოსვლა ჰქონდა და რაღაც საეჭვოა მამარდასგან ეგ. ქვილითასთან ვითამაშებდი, ქვილითასთან რაღაც მეგრული სისხლი რაღაცა უფრო ახლოს არის. ნინიკოზე ვერ ვიტყვი, იმიტომ რომ ძალიან ცვალებადი ხასიათი ზოგადად და რთულია გამოიცნო რა არის. დიმას ჩვევია რაღაც ჩუმი თამაში წყნარი და დამაეჭვებელია ეს ყველაფერი. მე-6 ნომერს ძალიან აქტიურია ზოგადად და ამჯერადაც ძალიან აქტიურია, ამიტომ რთულია ჯერ ესე იმას
დავუდგეთ. მადლობა. 8 ნომერს უსმენთ? მივისალმები ქალაქს, მადლობა მოწვევისთვის. პირველ ნომერს ბრავო რა უნდა ვთქვა. მომეწონა, რა თქმა უნდა, ქოროს დასკვნა. პირველ ნომერზე და 4 ნომერზე, 4 ნომერს მივყვებოდი, ვთამაშობდი 4 ნომერსთან, მაგრამ სანამ იმას ამოიძახებდა, რაც კალამ დაიჭირა. 5 ნომერი არ მომწონს, 2-3, 2 უფრო არ მომწონს, 2 უფრო მეშავება, 3 ნეიტრალურად, 7-იც ნეიტრალურად. ამჯერად ამ წრეზე 8-6-1 იქნება ჩემი გუნდი. მადლობა. 9-იანს უსმენთ? ერთიანზე ზუსტად იგივეს თქმას ვაპირებდი, რაც ბასტო, უბრალოდ ბასტომ ძალიან ბევრი ილაპარაკა ერთიანზე და სხვებზე იმდენად არა რა, 5 ნომერზე ჩააჭირა, ან თითქოს სხვებზეც იყო სალაპარაკო, მაგრამ არ ილაპარაკა, რაც არ მომეწონა. 2 ნომერს რაღაც ჩავი დაუძახეთ და მე ვერ გავიზიარებ ჯერჯერობით, ყოველთვის ძალიან ნეიტრალური გახსნა იყო. ყველაზე მეტად მომეწონა 3 ნომერი, რომელმაც პირველი 2, ან 2 რეალურად აქ 2 ადამიანი გახსნენ. თუ შესატევი არ გაქვს, დიდად არ შეუტევ. მიუხედავად ამისა, მაინც შეუტია რა, ანუ 2-იანზე მაინც რაღაცა ცუდი თქვა და გონე რომ პატიოსნური სვლა იყო ეგ. 4-იანზე არ მომეწონა ის, რომ ბასტო თუ პირველ 0-ვან წრეზე ვარ რაღაც ფრაზებს რო ჩავაფრინდეთ, ხო? იმიტომ ბევრი არაფერი არ ვიცით რა. ბასტო თუ მომკლავს ახლა, ანუ აი მე მომივიდა შავი კარტი და ამიდი მომკალის ამბავი იყო თუ რა, რატო წამოწდა, ეგ არ ვიცი. არ ვიცი, მე ვარაუდებს ვამბობ. 5 ნომერზე არ ვიცი, შეიძლება დაინახე, მაგრამ დაგაკვეთქვია რომ გუნდი არ ხართ, ეგ ცხადია 5 და 6 და. აქეთ ცოტა ნეიტრალურად შევაფასებდი. 3-იანი მომეწონა ყველაზე მეტად და 1-იანთან შეშლის თამაში გეთანხმება. კალას ფოლს ავიღებ, არც მე არ მომეწონა. 10-იანს უსმენთ? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. რა ვიცი, ბევრჯერ მითამაშია ეს თამაში და პირველმა ნომერმა როგორც გახსნა, ეგეთი გახსნა ჯერ ამინახია. ძალიან დადებითად, რა ვიცი, მართლა როგორც ექვსმა ნომერმა აღნიშნა, ალბათ უნდა შეშლოდა რაღაც. ჩემთვის წითელი კარტია ჯერჯერობით. 2 ნომერი, არ ვიცი, ხო აი 9 ნომერის საზს გავიზიარებ, რომ ძალიან რაღაც გააშავეთ, რამდენიმე ადამიანმა გააშავა და მე ვფიქრობ, რომ მე უფრო ნეიტრალურად მომარჯვეს მიმართ. 3 ყველაზე მეტად ჩემთვის ემოციურ დონეზე, არ მინდა თქვა შავი კარტი, მაგრამ ეჭვი ვიზეთ მაქვს არის 4 ნომერი, იმიტომ რომ ემოციურ დონეზე რაღაც ხუმრობებზე თითქოს აი არ მინდა სიტყვა გამოვიყენო აჟიტირება, მაგრამ აი ემოციურად გამოხატა რამდენიმე წინადადება, რაც შემომშნიე. 5 ნომერი არ ვიცი, ნეიტრალურად, 6 ნომერის გახსნა მომეწონა, კარგად ილაპარაკა ძალიან. 7 ნომერი გონია რომ წითელი კარტი იქნება, იმიტომ რომ წეგან ვითამაშით და როლი ქონდა და ჩემი აზრით კიდევ როლი ქონდა და შევატყეო, ცოტა ნერვიობდა და ეხა არ გონია რომ როლი ქონდა, სწორედ დაიზაბებოდა. 8 ნომერი ნეიტრალურად, 9 ნომერი ცოტა გონია რომ დაძაბულია. 11 ნომერს უსმენთ? მოგესალმებით, მე ვარ დავით ხარაბაძე, პატიოსანი მოქალაქე. პირველ ნომერს შეეშალა. პირველ ნომერს შეეშარა, გეტყვი რომ მოვალ ბრძოლანახრით და სიკვდილებით ერთად ვიქნებით, არა დავრჩებით. ესია მირზაგილოვანის ამ ლექსში, სხვათა შორის მირზაგილოვანი დინარე დვინის გადალახვის დროს მოკლეს 29 წლის ასაკში, ხომ არ არის ეს წინადგზნობა მისი, რომ მალე მოკლავენ მასაც. ეს პირველ ნომერსაც შეეხება და მამარდა არადამაჯერებელი იყო ჩემი აზრით, ქვილითა პირიქით ზედმეტად თვითდაჯერებული იყო. 4 ნომერზე ვერაფერს ვერ წვი ნეიტრალურად, 6 ნომერმა პროვოკაცია ცადა დიმას მხრივ და რაღაც დონეზე წამოაგო, იმიტომ რომ რაღაც მიმიკები შეგეთხო, რაღაც დონეზე მეც შევცვალე. 6 ნომერმა პირველი ნომერი ძალიან დაიცვა. 7 ნომერი body language-ით რაღაცებს მანიშნებს, ანუ ჩემთვის რაღაცებს ნიშნავს. განაჩენი ნეიტრალურად. მადლობა. 12 ნომერს უსმენთ? მოგესალმებით მეგობრებო. მე ძალიან გამიხარდა პატიოსანი მოქალაქე ვარ, ის როლი ამოვიდა, რაც მინდოდა და არანაირი ზედმეტი როლი არ მინდოდა. მოდი დავიწყებ ერთიანით. ერთიანმა პოზიტიურად გახსნა, რა უნდა ვთქვა, არაფერი ფერი არ ვიცი, მაგრამ ძალიან პოზიტიურად აი 2-იანს ძალიან ბევრმა შეუტია. მე ვერ გადავირე 2-ით, მაგრამ ეგეთი შესატევიც ვერ დავინახე რა. აი ჩემთვის ძალიან ნეიტრალურია. ეს 3-იანი მომწონს ძალიან, იმიტომ რომ ძალიან აგრესიულად დაიწყო და მგონია რომ უფრო მეტად პოზიტივს ილაპარაკებდა შავი კარტი რო ყოფილიყო 0-ვან წრეზე 3-იანი მომეწონა ძალიან 5-იანზე მეც იგივე დავიჭერე რაც 11-მა თქვა რომ 6-იანი იმდენად დარწმუნებით აი მე რო ვიყო ეხა პატიოსანი მოქალაქე 6-იანი ეგრე რომ მეუბნებოდეს რომ შენ შავი ხარო რა ანუ მინიმუმ ესე არ ვიზავ და არ გამეცინება რა 0-ვან წრიდან გაუნდა რა ვილაპარაკო აი თითქოს შეწინააღმდეგება ვერ დავინახე შენი მხრიდან და ეგ გამიკვირდა რა 6-იანი უფრო მეტად პატიოსანი მგონია
9-ს ლოგიკებში ვერ დავემთხვია, 7-იანი მგონია ცოტა უფრო მეტად ნერვიულობს, მაგრამ ისეთი არაფერი არ შემიჩნევია. 8-ს ასე თუ ისე მომწონს და 10-იანი მომეწონა, იმიტომ ძალიან დაკვირვებული იყო რა. 11-იც მგონია რომ ნულოვან წრეზე, აი 11, 10, 8-ში და 3-ში, მათ შორის 6-ში მგონია რომ წითლები არიან, არ ვიცი. ძალიან საინტერესო ნულოვანი წრე იყო და დროა რომ დავაღამოთ. თავები დაბლა დავხაროთ. ყველას ძინავს. იღვიძებს მაფია. მაფიოზები დაგეგმავენ სტრატეგიებს. მემშვიდობები მაფიას. იღვიძებს მხოლოდ დონი და ეძებს დეტექტივს. იღვიძებს მარჯვენა ხელი და ეძებს იაკუძას. იღვიძებს შოგუნი და უერთდება იაკუძა. ისინი დასახავენ სტრატეგიებს. მემშვიდობები. იღვიძებს მხოლოდ დეტექტივი. მიიღო პასუხი. პირველ ღამეს ექიმი არ იღვიძებს და თენდება. თამაშს არავინ არ ტოვებს. წრეს გახსნის ნომერი 2. სამი ნომერი მეც მომეწონა რა, ანუ უფრო პატიოსანი მოქალაქის თამაში გავდა, იმიტომ რომ პირდაპირ შემომიტია. 5 ნომერი არ ვიცი, სულ ესე ხსნის ხოლმე. 6-იან სპორი. ფოთიში გამაცემია. 5 ნომერი არ ვიცი, იმიტომ რომ სულ ესე ხსნის ხოლმე ძალიან ნეიტრალურად რა. დეტექტივი ხარ. გადამოწმულია. გადამოწმე. 5-იანი გადავამოწმე და პატიოსანია და ვფიქრობდი 9-яნის გადამოწმებას კიდე რა. ხო და ნახოთ. ხო არ ვიცი რა, 5-იანი თუ გადავამოწმე და პატიოსანია, ხო ეგრე ვფიქრობდი იდეაში მეც, იმიტომ რომ ძალიან ნეიტრალურად გახსნა რა და არ მომეწონა 6 ნომერი, იმიტომ რომ ძალიან გააწითლა პირველი ნომერი და ძალიან შეუტია 5 ნომერს და აი გვერი გავიგე კიდე. 7 ნომერი არ მომეწონა კიდე, იმიტომ რომ თითქოს დამაჯერებელი იყავი, მაგრამ აი მე პატიოსანი მოქალაქე ვარო, ცოტა გონია აგიკან კარდად ხმა და მაგიტო არ მომეწონა კიდე. და თქვენი დრო? არჩენი პასი. 3 ნომერს უსმენთ? ძალიან გართულდა ორი დეტექტივი ყავს. შენ ვინ გადაამოწმე და ვინ რა იყო? 5 და კარგი. 5-ში უჭმე ძალიან გამიგვიდა. 5-ში ძალიან შავი კარტი მეგონა და ალბათ 4-ს უფრო უნდა დაუჯერო, მაგრამ ნუ ჯერ ადრე ამაზე საუბარი. ლაშა 12 ნომერმა რო შავი ვერ დაინახა მაგი და ზეგეც მეიჭვება, ამიტომ რომ ყველა წითელი დაასახლა მხოლოდ და შავი არავიზი არ თქო და მეიჭვება ეგ. 11 ნომერი ალბათ წითელია, ამიტომ რომ შავი რო ყოფილიყო, მე რო შავი ყოფილიყავი ლექს ესე კონკრეტულად ვერ მოусმენდი რომ შეცდომა დამეჭირა და სავარაუდოდ წითელი კარტია და არ ქონდა სხვა არაფერზე საფიქრები და 7 ნომერი ვინც თქვა რომ ნერვიულობდაო მე პირიქით მომეჩვენა იმიტომ რომ წინა თამაშის ატესტო ვინც ნახეთ მაგასთან შედარებით ყარად დგას და არ ნერვიულობს ამიტომ ტყუილად უტევს 7 შემიძლია ვასახელებ 5 ნომერს ჯერ მიღებულია 4 ნომერს უსმენთ გადამოწმებული იყოს მე-5 ნომერი და არის შავი ოღონდ რატო გადაგამოწმე იმიტომ რომ რამდენი ეჭვი იყო შენზე იმიტომ რომ ჩემი სპიჩი შენ მოგეწონა სადაც მოსწონელი იყო არაფერი და ერთ-ერთი ადამიანი იყო ვისაც ჩემი სპიჩი მოეწონა შენ ხარ შავი. აი, პირველ ნომერი არის შავი, რა თქმა უნდა, მე-5 დასახელებული და ვასახელებ პირველ ნომერს, რაც შეეხება აქეთ მხარეს. მე-7 ნომერი წინა თამაშთან შედარებით, რაც ვთამაშეთ, არის აი რაღაც
აი თითქოს არაფერს არ დარდობს გონია რომ საერთოდ უროლოა და უბრალოდ პატიოსანი მოქალაქეა, იმიტომ რომ ფიქრობ რომ აუცილებლად შევატყობდი. მე-8-ს, მე-9-ს მეათ შორის ვარ ნეიტრალური, მე-12 ნომერზე ზუსტად იმას ვფიქრობ, რასაც ჩემ ფიქრობ, აი ჩემთვის წარმოუდგენელი იყო შენ გესაუბრამდე ადამიანს და ერთი შავიც არ გეთქვა. მაგ კითხე ჩემზე რას ფიქრობ? მეთქი მეგონა რომ ჩემზე მაინც ფიქრობდი რამე ცუდს, მაგრამ ოკეი, შენზეც მაქვს სერიოზული ეჭვი დამღამეს. ალბათ დიდი ალბათობით შენ გადაგამოწმე, მაგრამ დავალდები რას ისაუბრებენ. პირველი და მეხუთე ნომრები არიან შავები. პას. მადლობა. 6 ნომერს უსმენთ? 5. ანუ შენ 5-ში და 12-ში საერთოდ დაინახე ის რომ მე მომეწონა შენი საუბარი და 12 ნომერმა შავი კარტი რო დაინახა, მოხვედა და გადამოწმე მე დაინახე შავი, ხო? აი, შენ აგძელებ შენ კარგს სულს რომ fake დეტექტივად იცი რომ არა, ხო, წეგა რო გითხარი შავად გადამოწმე, ფაქტ რომ დამიწეს შავად. კი, არ დაგიწეს 5 გადამოწმე შავად, 5 მე ვარ თქო, პირიქით შენ გეკითხე და იმიტომ რომ არარეალური რაღაც თქვია. შენ მეორედ ვეღარ გააკეთებ მაგოინს, რაც გააკეთი თამაშებში, მე არ ვარ შავი კარტი, მე ვარ წითელი კარტი. რა თქმა უნდა, შავი ხარ, პირველი ნომრის დეტექტივით რა თქმა უნდა ვთამაშობ. მე გადასამოწმებელი ვიყავი ამ წრეზე, რაც შეტევები ჩემზე წამოვიდა, თუმცა კარგად შემოსაყვანი ვიყავი შავ კარტად, რაც შენ გააკეთებ შვენივრად და ნახოთ ქალაქი რამდენად აგიჯერებს, იმიტომ რომ მე წითელი კარტი ვარ და არანაირად არ ვაპირებ ამ ქალაქიდან გასვლას fake დეტექტივის შავი გადამოწმების გამო. პას. მადლობა. 6-იანს უსმენთ? რაღაცნაირი ისეთი სამაქ რა, ანუ ისეთ სიხშირეზე ვლაპარაკობ, რომ ვიზეც რაღაცას ვამბობ, ანის მოწმდება, ან იმაზე იწევა ხელი, ხო, ორივე ასე გადაამოწმეთ, ხო? დიმა მართლა გეუბნები, რაღაც პონჩი მეგონა, ანუ მართლა მეგონე დეტექტივი კი არა და შავი მეგონე და რო გადაგამოწმა შავად მიუხედავად იმისა, რომ შავი მეგონა, შენი არგუმენტი ძალიან არ მომეწონა რა, რატომაც გადაგამოწმეო, არ იყო აუცილებელი ეგ მოგეფიქრებინა, ეგრევე ვფიქრობ, მე არ იყო აუცილებელი, აი რატო გადამოგამოწმე, არავის არ უკითხავს რატო გადაგამოწმე, რაც თქვია, ყველა ორივემ გადაამოწმეთ, ანუ უეჭველი გადამოწმებადი იყო რა, ხან ორივე დეტექტივმა გადაამოწმეთ და ეგ არგუმენტი რომ მოიფიქრე, რომ იმიტომ გადაგამოწმე, რომ შენ რაღაცა ვერ დავიმახსოვრე, ესეთი არალოგური არგუმენტი იყო შენი გადმოსახედიდან. მიუხედავად არ მომწონდა, მიუხედავად იმისა, რომ არ მომწონდა და მე ვადებდი ხელს და რაღაცა, ეხლა ამ მომენტში ორივე დეტექტივს არც ერთს არაფერს არ გეუნებით, არც ერთს არ გაწითლეთ, არც არ გაშავეთ, მაგრამ ამ მომენტში იმ არგუმენტის გამო ქოროსკენ უფრო გადავიხრები, დავასახელებ კალას, იმიტომ რომ თხოვს? ვეღარ მოასწარი. 7-იანს უსმენთ? მამარდას საუბარი ცოტა დამამნეველი იყო. მე-12 რო გამოტოვა ნინიკომ, რო გამახლა ყურადღება, მგონია რომ ის გამოტოვა იმათი ემოციები უფრო აინტერესებდა სპეციალურად და მაგიტო გამოტოვა რომ ენახა რა გვირდებოდა რომ რა ემოცია ექნებოდა. აი მეც გამიჭირდება პირველსა და მეოთხე ნომერში შორის ესე რომელი დეტექტივი. არ ვიცი ჯერ მე-5 ნომერიც რა ვიცი ცოტა მიჭირს თქვა რა ჯერ. დასრულეთ. მადლობა. პირველ ნომერს ვინდა დამოწმე? всё, ანუ 2 ნომერი მაინც არ მომწონს, 3 ნომერი მომწონს, 4 ნომერზე რაღაცას ვიტყვი რა, 12 როცა ლაპარაკობდა, თითქოს არ უსმენდა, თითქოს რაღაცას ალაგებდა რა, უყურებდი. როგორ არ უსმენთ? მე შევახსენე, ჩემზე არაფერი არ გითქვა ასპექტ, არაფერს არ ფიქრობ თქო? არა, ჩემი აზრით მე გიყურებდი და მე ეგ დავაფიქსირე. 12 ნომერი არ მომწონს, იმიტომ რომ კალასაც დაუნახე რომ ჩემნაირად ეყურებოდა 11, 10, 8 შეიძლება იყოს წითელიო. მე შავს ველოდებოდი ალბათ შავს იტყოდა, მაგრამ რაღაცნაირად მაგ მომენტში არ მომეწონე. ვასახელებ 12-ს. და არ ვიცი, ჯერჯერობით არ ვიცი რომ მას გავყვები. რო არ მომეწონა მაგით. სხვა რავი 6 მაინც მომწონს და 7-იც მომწონს. აქეთ ნუ ნეიტრალურად ყველანი კალას მომწონს რა თქმა უნდა. მადლობა. 9-იანს უსმენთ? კანდიდატურები დაასახელოთ მეთქი მაგას გეუბნები. 4-იანის კანდიდატურა მიიღეთ, 1-იანის კანდიდატურა მიიღეთ. 1-იანი ვეღარ ილაპარაკებს, შეიძლება ვერავინ აღარ დაასახელოს 1-იანი. ასამ დასახელებული იყოს, მაგრამ ყველაზე მეტი საუბარი ახლა ამ ხალხისგან უნდა მოვისმინოთ ჩვენ. ლაშა შენი ერთადერთი რაც არ მომეწონა, ლოგიკაში ვერ მოყვებიო მითხრე და პირველი 3-ზე ისე ილაპარაკე, ზუსტად როგორც მე, ზუსტად 1-1 შეგრე ილაპარაკე. 3-იანი, 2-იანი ნეიტრალური, აი ზუსტად ეგ და მე რა ვთქვი ისეთი, რაც შენ არ მოგეწონა. თუმცა ის რომ შენ ჩილ თამაში და მოქალაქე ხარ, ეგრე რომ დაიწყე, ეგ თავიდან მომეწონა რა. მაგრამ ჯერჯერობით კარგი დაკვირვებები ქონდა შენზე, მაგას 7 ნომერი რა. ვინ გონია თუ 6? ლაშა, აი ნახე, ეხლა ვეღარ ვლაპარაკე, ხელებით ვლაპარაკე, მე არ ვიცი. შესაბამისად, ნახე, რამდენად მოდი იმაზე ვიფიქროთ, რამდენად კარგი, ჯერ შენ დააგვიანე დეტექტივად გახსნა, 4-იანი გაიხსნა დეტექტივად და შენ დააგვიანე გახსნა, შეიძლება ვფიქრობდი, არ ვიცი. და მეორე შენი შემოყვანა 5-ის, ეხა იმაზე ქალაქმა იმაზე ვიფიქროთ, 5-яნის წითლა ჩვენება რამდენად კარგი ცვლა იყო. და ჰორორო ფეიქ დეტექტივი იყოს, ვიღაცა შავად ხვალ შემოიყვანდა სპასო, და დიმა რაღაც განწირულს გავდა. მაგაზე ვიფიქროთ ეხა. კანდიდატები დაასახელეთ, რომ ბევრმა ვილაპარაკოთ. მეც დამასახელეთ, თუ გინდა კიდევ ვილაპარაკოთ. დასრულეთ. 10 ნომერს უსმენთ?
ხო, ну, ეხლა ბუნებრივია რომ არც ერთი არ გადის, ხო? იმიტომ რომ არ ვიცით, შემდეგი გადამოწმებები იქნება ძალიან საინტერესო. ჩემთვის 4 ნომერს არაფერს არ ჭირდებოდა. დეტექტივად გახსნა, მაგრამ გაიხსნა, ჩემთვის უფრო ბუნებრივად გაბრაზდა და აი რა გონი არ და 4 ნომერი უფრო ნამდვილად დეტექტივია რა. შეიძლება ვწდები. თუმცა სხვა პრობლემა ისაა ის, ხო, ну, დეტექტივები არ გადიან, ვინც არის, მაგრამ ვინ უნდა გავიდეს ეგა? ეხლა მე მაგალითად რაღაც ცოტა ხელოვნური მეგონა რვანმა რო კითხა ვინ გადაამოწმეო რა პირველ ნომერს იმიტომ რომ ვერ მაილაპარაკა მაგაზე და ცოტა ხელოვნური მგონია რა დავასახელებ 8 ნომერს რომ ილაპარაკოს მეტი სხვა არ ვიცი რა ჯერჯერობით ვერ ხედავ აი ნამდვილად შავი რომ მეგონას ვიღაც ვერ ხედავ შენ დავასახელო არა ხო ნუ პას რა ყველა ვარ ვილაპარაკო პას 11-ს უსმენთ? ნულოვარ წრეზე მოხდა ესეთი რამე. უმრავლესობა მოიწონა ქვილითას გახსნა. თავის გახსნაში უკვე მეორე წრეზე მამარდა აყვა უმრავლესობას და თქვა რომ ხო ქვილითა თვითონაც მოიწონა. ამის მერე გადადის და დიმაზე იძახის აი ესე ნეიტრალურიო ამ დროს იხსნება დეტექტივი და როგორც კი დაინახა პირველმა ნომერმა ეგრევე დაიცვა დიმა. ამ ლოგიკიდან გამომდინარე, მამარდა შავი კარტია დიმაც და ალბათ ქოროც მე დავასახელებ მამარდას. გასრულეთ? მადლობა. 12-ს უსმენთ? მოგესალმებით, მამა, ანუ ორივე დეტექტივი გააშავეთ თუ 2 და 1-იანი არიან შავები? 4-იანი არის დეტექტივი? აი ნახე მე ვინც მიტევთ ხალხო, რა ვიცი, ამ ხანაგურ თამაშზე მომიწვიეს და მე არ ვარ იმის მოტივირებული, რომ აქ თქვენ ვიღაც შავები ამოგიცნოთ და მე თან ჩემ სიტყვაში გარკვევით თქვი, კალა შენ ამას ნუ მიხვედროი, ვასახელებ 9-ს, ვასახელებ 1 თუ არ არის დასახელებული და ვასახელებ მოდი იყოს მაინც 2 ან 7 დასახელებული რა. მე ვთქვი რომ 11, 10, 8-ში და ასევე ვთქვი 3-ში უფრო მეტად უნდა იყვნენ წითლები მეტი. მე ყველასთვის არ მithქვამს რომ წითლებია მეთქი. კალა რომელიც შენ მეუბნები ჩემსავით ილაპარაკეო პირველ 3 ნომერზე აქ კალა 11 კაცი მყავს შესაფასებელი და 3-ზე თუ დავემთხვი და 8-ზე ვერ დავემთხვიეთ, ესე იგი მე შენ არ მომწოხარ ჩემო კალა. შენ მასე ნახე რაღაც აგორდა თითქოს ლაშამ ყველა გააპატიოსნა, ყველა კი არა 4 კაცი დავასახელე. და შენ იმიტომ ვერ დაგემთხვი რომ შენ 6-იანს დაუძახე შავი კარტი და 6-იანი მე მომწონს გესმის? მე ემოციურად არ მომწონს 4 ნომერი, ზუსტად იგივე არგუმენტის გამო რა მე რის გამო მიტევთ რომ აქ აუცილებლად ვიღაცას არ ჩავაჭერ, იმიტომ რომ არ არის ჩემ გამო საჭიროება. 1 ნომერი დახურავს წრეს, დასახელებული კანდიდატურები არიან 5, 1, 12, 4, 8, 2, 9. ამ თანმიმდევრობით. პირველი ნომრის 1 წუთი. კარგი, რამდენად ლოგიკურად მიგაჩნიათ ახლა რომ 4 ნომრის გახსნის მერე მე მაფიოზი ვიყო და გავიხსნებოდი და 5 ნომერს დავიცავდი. მე მგონი ძალიან ულოგიკო რაღაცაა კალ და შენგან მიკვირს მაგ ყველაფერს რომ ამბობ და მაგიტო არ მომწოხარ ძალიან. მე-4 ნომერი არ ვიცი, ახლა ნუ ბალანსი არსებობს და მაგიტო არ გავა ახლა, მაგრამ სიამოვნებით აუცილებლად მე-4 ნომერმა უნდა დაგტოვოს. ფალს ვიღებ. მე ვთქვი, მე ვახსენე ეგ არგუმენტი რომ 5 ნომერს ამდენ შემეიყვან და 1-იო და რა არ მოგწონს ჩემში ვერ ხვდები. ხო, მაგრამ მაინც არ მოგეწონა შენ ჩემი ანუ უფრო იმის დეტექტივობით თამაშობდი. იმიტომ რომ ორსაც მერე გამიხსენი, ხო, რომ მოიფიქრე ვინ უნდა გადაგემოწმევინა და როგორ უნდა გადაგემოწმევინა, მერე გამიხსენი. არ ვიცი, 4 ნომრის მერე შენ 4 ნომერი აუცილებლად ჩავია და შენ არ მომწონხარ. და 5 ნომერი უშავესი იყო და რო გადავამოწმე, აი ამას რო ველოდებოდი, აი ეს რო მივიღე, რავი. დასრულდა. დასახელებულები არიან 5, 1, 12, 4, 8, 2, 9. 5 ნომრის 30 წამი? არა. 5-იანს უსმენთ? ანუ შენ ფიქრობ რომ ანუ რაზე შევუტი ახლა დეტექტივს რომ შენ ჩემამდე ვერ გაიხსენიო წითელი გადამოწმება ხონდა დეტექტივი იყო რა ანუ რაზე უნდა გახსნო აი ქალაქო დეტექტივი ვარ და 5 ნომერი წითელიაო რა თქმა უნდა არ უნდა გაიკეთებინა შენ რაც გააკეთე მაგას ახლა რა ვიცი დაიჯერებ შავი კარტის გადა ვინ დაიჯერებს ამ ხალხში არ ვიცი არავინ თან წითელი ღამე იფიქრე რომ მკითხავინო რა 5 გომზადებული ქონდა მთელი პროგრამა რომ აგერო 5-ს მე მოვეწონიო და იმიტომ გადავამოწმო მე ვარ წითელი კარტი არ უნდა გამიყვანოთ არ ვარ ეს ნომერს უსმენთ აბსოლუტურად გეთანხმები, ხო, გეთანხმები ამ ეტაპზე აუცილებლად გეთანხმები, იმიტომ რომ ხო, ეს იმიტომ თქვი რომ შოგუნობას არ გამორიცხავს იმას შოგუნობას ეს ყველაფერი და ეხლა ალბათ 4-იანს არ გამაყვანინებთ და ამიტომ მე 9-ში ავწევ ხელს.
ძალიან არ მომწონს ხარ. ბოდიშ მეცინება მართლა უთხრა, იგულისხმა. უბრალოდ ბიჭო არ არის კომენტატორი არ მჭირდება აქ. ფეხბურთი არ არის ეს. 12-ს უსმენთ? თიმაიც შენში რა არ მომწონს, ანუ გშავადა ხარ გადამოწმებული და მარტო 1 წუთით და 30 წამით პროსტა თავს იმართებ და არავის ნახე მე ერთიანის უფრო მეტად მჯერა, მაგრამ უკვე ვეღარ მიყვები იმას რომ შენ პატიოსანი ტიპი ხარ, იმიტომ რომ ანუ ნახე რას გეუბნები. ხოსავიღებ, თავს შემართლებ, გავდივარ ქალაქიდან. შენ გარგი შევა. 4-12 ხარ გუნდი და შენი 4-ს რომელიც შენთვის მაფიოზი 4-ს რატო ელაპარაკები? 4-ი თუ დეტექტივი ამდენ ფლოტს რატო იღებს და 9 ნომერი კიდე ძალიან ალოგიკურ რაღაცებზე ამბობს ჩემს. შევა მე 9-ზე ავწიო ხარ. ანუ შევა 5-ზეც ავწიო, იმიტომ რომ არ მომწონ ხარ. ხოსავიღებ. 4 ნომერს უსმენთ? ხოსავიღებ. 4-12 ხარ ჩავების გუნდი, სადაც შენ შემოიყვანე დეტექტივი. ერთმანეთს უპირისპირდებით, რომ შენ თავი გაიქცე. ჩემს საუბარს რამე კომენტარს აკეთებ, მაშინ კარგად მომისმინე ხოლმე, იმიტომ რომ მე ქოროსის უთხარი, რომ როცა გავიხსენი 2 საათს მერე გამიხსენი მეთქი და თუ მართლა დეტექტივი ხარ. ფოლი დამწერეთ, ეგ კიდე რატო არ მომეწონა შენში? ეს ძალიან მალევე გაიხსნა და 4-ის და შენ 2 საათის მერე მალევე გაიხსნა. არა, მალე გახსნა ეგ არ არის ლაშო. მაშინ არ უსმენ და არ უყურებდი თამაშს. მალე გახსნა არა ეგ ანუ დრო დავამთავრე ყველაფერი და რა ვთქვი გასრულდა თქვენი დრო? რუიანს უსმენთ? რა ვთქვა? არ ვიცი რა. მართლა არ ვიცი. რაღაცნაირად დიმასი ოდნავ დავიჯერე ეხლა უფრო. არ ვიცი რა ხც რა. ყველას მოусმენ და ისი ავწევ ხელს. მადლობა. ორიანს უსმენთ? ქვილითა იმიტომ მომეწონა რომ ეს რო შავი კარტი იყოს, ეგრევე მე არ შემომიტევდა აქეთ. მეორე ნომერს ეგრევე არ შემომიტევდა და მაგიტომ მომეწონა ქვილითა მეორე წრეზე. და რაც შეეხება ნინიკოს დეტექტივობას, ნინიკოს რო ძალიან თავისუფლად შეუძლია ფეიქ დეტექტივად გახსნა, ყველა ვიცით ეგ და მაგრამ ანუ ალბათობა იმის, რომ ნინიკომ გადაამოწმა დიმა და იგივე გააკეთა პირველმა ნომერმა და წითელი იყო დიმა, აი არ ვიცი რამდენია რომ ერთი გადაამოწმა ორივე. დასრულდა. ცხრიანს უსმენთ? ერთ-ერთი ადამიანი ვინც თქვა რომ მოდი აბა იმაზე გავფიქრდეთ 5 ნომერს შემოგვიყვანდა თუ არა ერთიანი თავი შავა წითელს და სხვა შემოგვიყვანდა და ხო არ გაყოფდა იმიტომ რომ ეხა დიმა განწირულია ამაზე მეუბნები რომ შენ რაღაც ბიჭო არგუმენტები შენ როგორც დეტექტივი მე გელოდებოდი რას ელაპარაკებდი წუთიც არ ელაპარაკე ნორმალურად 30 წამი რომ მოვიდა მე 9-ზე ავწევ ხელს ეს არის თქვენი თამაში ეს არის ეხლა გადის 5 მე არ მოწმდები მე ვარ პატიოსანი მოკალაკე ჩვეულებრივი არანაირი როლი არ მაქვს და 12 ნომერი რა ვიცი ანუ შენ თუ რა ესე მიეკეთლე რატო ჩამოყავდი დეტექტივს 5 ნომერი გადის დეტექტივს გავიგებ შემდეგ გადამოწმებაზე ვინა დასრულდა ხმის მიცემა იწყება დასახელებული კანდიდატურები არიან 5 1 12 4 8 2 9 ამ თანმიმდევრობით ვინ ფიქრობს რომ 5 ნომერმა უნდა დატოვოს თამაში ახლა მიეცით ხმა 1 2 3 4 5 6 ხმა ვინ ფიქრობს რომ 1 ნომერმა უნდა დატოვოს თამაში ახლა მიეცით ხმა ვინ ფიქრობს რომ 12 ნომერმა უნდა დატოვოს თამაში ახლა მიეცით ხმა ვინ ფიქრობს რომ 4-მა უნდა დატოვოს ვინ ფიქრობს რომ 8 ნომერმა უნდა დატოვოს ვინ ფიქრობს რომ 2-მა ვინ ფიქრობს რომ 9-მ 5 ნომრის ბოლოს ხო ანუ პატიოსანი მოქალაქე ვიყავი ძალიან მინდოდა თან თამაში მართალია ბევრს თამაშობთ ხოლმე ერთად მაგრამ ძალიან დამწყებული ხარ და პირველი რო გავდივარ წითელი კარტი ვიყავი მოდი გუნდსაც დაგიტოვებთ რა მე ჩემი წითელი კარტიდან ყველაფერი კარგად დავინახე რაც მოხდა ამ მაგიდაზე 4-9-12 არის გუნდი იმ რეალობაში სადაც 4 ვითომ 12-ს უპირისპირდება 9-ს ვითომ ეხა გაბრაზდა და 12-ზე აწია ხელი გაბრაზებულმა თამაში რომ რჩება ყველა ნახავთ რა სურათის დადგება 4-9 არის 12 გუნდი სადაც ღამე გახსნის დროს 12-მა 4-იან სავარაუდოდ ურჩია რომ შემოსულიყო ჩემი შავით და გაყევით იმ ლოგიკას ნუ ეხა რაღაც რეკ რო გაყვეთ მაგრამ დეტექტივი როცა იხსნება ფეიკი ანუ ეხსნება მეორე დეტექტივი და იგივე კარტის საპირისპირო ფერით არ შემოდის ეგ არ ხდება არც ერთ რეალობაში რა. დანარჩენ გააგრძელეთ ვინც ხელი აწია ჩემზე მიყავით 4-ის ეფექტივობას და მოიგებთ ძალიან ამაზე. დაიმშვიდობთ 5 ნომერს თუ დაასრულა საუბარი და ღამე. ძალიან მინდოდა თამაში მართლა მაგრამ ძალიან ყველაზე ხან მოკლე გამოდგა რაც თამაშია მაფია. თუმცა მამარდაშვილებთან საშიშია თამაში და იმედი მაქვს რომ პატიოსნები მოიგებენ რა მაინც გონია რომ სუსტი ქალაქია იმიტომ რომ პირველ წრეზე რაც გამოჩნდა ფეიქ დეტექტივს ფაქტიურად ყველამ დაუჯერა და მოკლედ ამ გაუგებრობაში მე მოხდი და დავტოვე თამაში თუმცა ძალიან მიხარია ეხლა რა მაგიდაც თამაშობს და ვინც არიან მონაწილეები ზოგადად YouTube-ისთვის ზოგადად მაფიის განვითარებისთვის
კარგი სტუმრები არიან და იმედი მაქვს რომ კიდე მოვლენ სხვა თამაშებში და მაყურებელი შეუნებს თამაშს. იღვიძებს მაფია და ირჩევს მსხვერპლს. ვებშიტობები იღვიძებს დონი და ეცებს დეტექტივს მიიღო პასუხი იღვიძებს მარჯვენა ხელი და ეცებს იაკუძას პასუხი იღვიძებს შოგუნი და უერთდება იაკუძა შოგუნი მიდასტურებს იღვიძებს დეტექტივი და ეცებს მაფიას იღვიძებს ექიმი და შეეცდება რომ გადაარჩინოს ხელები გავაჩეროთ თემდება თამაშს ტოვებს ნომერი 4. მე ვიყავი დეტექტივი, მაშას გიტოვებთ ჩავკარტად. ხო, გამარჯობა. კალამგონია წითელი, მე-12 პირველი არიან შავები. ძალიან მინდოდა თამაში და ძალიან მეწინა რომ ფოლს ვიღებ სანამ 4-იან რო ვკითხე, ესე მითხრა რა და შენ რო გავარდი, მე გადაწყვეტე რომ მე შავი უნდა ყოფილიყავი თუ შენ წითელის თმას აპირებდი, ისეთი სახე ქონდა რო გკითხე. შენ შავი არ გიჩვენებია ჩემზე, რო გავარდი მე. მაშა გავიგე რომ მოუკვდი და უბრალოდ ვერ გავიგე რა ხდებოდა. შავი ხარ, გადამოწმებული შავი ხარ. არაფერს თქვენს აღარ ვაპირებ, მე წარმოტევებს გისურვებთ. მე-12 პირველი არიან შავები, კალამგონია წითელი კარტი, მერვე ნომერი არ მომწონს, ძალიან დაბნეულია პასი. მაგრამ დაემშვიდობოთ 4 ნომერს. კალამგონია წითელი კარტი. ოკეი. მეგობრებო, მე ვიყავი. ისევ მაფია და მგონია რომ ეს 4 ნომერი ჩემთვის ძალიან დაწყევლილი ნომერია და აღარ უნდა დავждე აღარასდროს. დავხსენი დონად კი არა დეტექტივად, ძალიან არეული, იმიტომ რომ ძალიან გაბრაზებული ვარ. ძალიან არ მეწონა ჩემი თამაში, იმიტომ რომ ემოციურად ვიყავი ძალიან სუსტად, არ ვიცი რატო. მაგრამ თან ძალიან გამაბრაზეს და ძალიან მაინტერესებს ვინ მომკლა და ხწაულ და გავიგებ. წავედ, კარგად. წრეს გახსნის ნომერი 3. მქონდა ის ეჭვი, არ ვიცი ხარ რამდენად შეიძლება იყოს, მაგრამ დიმაშ მაინც თუ მაფია არა რაღაცა შავი კარტი იყო აუცილებლად და რაღაცა ეჭვი. 4 ნომერს რაც შეეხება 4 ნომრის დეტექტივობა დავიჯერე თავიდან. ეხლა რა ლოგიკად შენ უთხარი, რაც უთხარი, ეგ მეც ძალიან მენიშ. 6 ნომერი მომწონს ყველაზე მეტად, იმიტომ რომ 6 ნომერისთვის ძალიან მარტივი იყო. 4 ნომერმა რო 5 შავა დაასახელა, ის 5-ს უშრულდებდა და შეეძლო რომ ამას აყოლოდა მაფიოზი რო ყოფილიყო და ამიტომ 6 ნომერი ალბათ ძალიან წითელია, ერთ-ერთი ყველაზე წითელია. პირველი ნომრის დეტექტივობა ძალიან მეეჭვება, მაგრამ 9 ნომრის წითელი ხო, მოკლედ ვასახელებ მე 12 ნომერს მაინც. მიღებულია. და პას. ბატონო, 6 ნომერს უსმენთ? შეხა როგორი რაღაცაა რა. რა არის, რა ლოგიკა შეიძლება იყოს ამაში. ერთი მკვლელობა მოხდა. ან ორივე ერთი ადამიანი გავიდა. ხო და მაგას მაინტერესებს, რომ ფიქრობ, რომ აი ექიმს აქვს დიდი ინფორმაცია რო რამე რა. ოღონდ აი, მოკლედ რა, ორი ვარიანტი, ან ორივე კლანმა ერთ ადგილას ისროლა, ან ერთი კლანი გასული, მეც ნაკლებად მგონი, არ ვიცი რა. 5-იანი იყო იაკუძა?
ხო, არა რა, ანუ ქოროს არ ბიჭო, არა, შეხედე ქორო, შენი დეტექტივობით, კაი, კი ჯერა, მაგრამ როგორი რაღაცა ხა, ნახე 4-იანი გადის რა რამე რა. ღამე კვდება 4-იანი რა. ეგ არ არის ხა ეგრეთი მარტივი, რომ ხა შენი დეტექტივობით სათამაშო ძალიან რთული სათამაშოა შენი დეტექტივობით ლოგიკურად. თემა არის რომ ერთადერთი რა, ექიმი თუ უნდა არ გაიხსნას, მე არ ვითხოვ რომ ექიმი გაიხსნას, უბრალოდ ცოტა ისე ილაპარაკოს, რომ მიმართულება მოგცეს, რომ რაღაცა ინფორმაცია აქვს, იმიტომ რომ დახილული ყავს. 7 ნომერს უსმენთ? მე ერთადერთი რაც შემიძლია თქვა. დასახელება. მე ეჭება ნინიკო არ ყოფილიყო დეტექტივი, იმიტომ რომ გავდა იმ თამაშს რა, იმ ნინიკოს რაღაც ნობუ თამაშს, არ მეეჭება იგივე ტაქტიკა ერთშია ეხაც რა, რაღაც ლაპარაკობთ ადრე რაღაცა და რაღაცა მეეჭება იგივე ტაქტიკი წასულიყო. ერთადერთი ამაზე მაქვს ეჭვი რა, რომ ანუ ცოტა აი ქოროზე მაგიტო უწი ხელი მაშინ რომ აი მეეჭებოდა იგივე გაეკეთებინა რა. ამიტომ რომ ლაპარაკობთ ადრე რაღაცას რომ ანუ იგივე ტაქტიკას თუ ეჭვდა, ნუ ყველასთვის ნომილი იქნებოდა და ამიტომ ცოტა მაგიტო გადავიხარე ნინიკოს დეტექტივობაში რა. დასრულეთ. მადლობა. რუიანს უსმენთ? რავი, არ ვიცი. ჯერჯერობით მე ვისთანაც ვითამაშებ იქნება 6 ნომერი და 9 ნომერი. 12 ნომერი არ ვიცი ნეიტრალურად ვარ. 10 ნომერმა გასაგებია რატომაც შემომიტია. 11 ნომერი კარგია. არ ვიცი რა, 3 ნომერიც ნეიტრალურად არის რა და ესე ვერავის ვერ დავადებ ხელს. ერთი ვიღაც ვინც არ მომწონს არის 12 ნომერი და ვასახელებ 12 ნომერს. დასრულეთ. მადლობა. 9-იანს უსმენთ? ნახე. ბასტო მიყვება ყველაზე კარგად ლოგიკას ხა ჯერჯერობით აქ ცოტას ლაპარაკობთ, მაგრამ მე პატიოსნებით მართლა. ექიმზე სწორი თქვი აბსოლუტურად, დახილვა იცის. ლაშა, ბალანს მიყვები შენი ხა ყველა ვარიანტში. არა, ეგრე თქო თამაში შენ იცი ჩემზე უკეთ, ხა წესებით როგორ არის ბალანს შენ მიყვები. ერთიანსაც დავასახლებ, ეხა ნახე რა ხდება. დავასახელებ თუ ვასახელებ ამ წუთას ვასახელებ ერთ ნომერს. გადამოწებული მე გითხარი ნახე, შენ რადგინა ჩემი შენთვის მე შავი ვარ. ჩემზე უნდა აწიო ხე რა სხვა უნდა გითხარი ყველაფერს არ გადამოწვა პატიოსანი მოკალაკე ვარ მიუხედავად იმისა რომ შავი მეგონე შენ რა შავი იყო ჩემი შავად შემოყვანაც კარგი ვარიანტი იყო შენ რა შავი გეთქვა ხა ჩემზე აი წითელი ცოტა მაბნევს ნახეთ მაგრამ ნახე ლაშა ღამე მოკლა დეტექტივი ვითამაშეთ 5-იანი გავუშვით ბალანსში ახლა შენ ხარ გადამოწვეული მაშინ ქორო უნდა გავიდეს ვინ გადის აბა მითხარი მე ლაშაზე ავწევ ხელს ამ წუთისთვის ილაპარაკოს მე არ მომწონს ლაშა ისეც არ მომწონდა რა ვიცი 12 ნომერი, 1 ნომერის კანდიდატურაც მიღებულია. მე დამასახელებ თუ გენ ვილაპარაკოთ, ხელებით ლაპარაკი მე არ ვიცი. 10 ნომერს უსმენთ? ხო, ესე იგი მე ისევ რა, 4 ნომერის დეტექტივების უფრო მჯერა ვიდრე 1-ის, ორივე დასახელებული არის. მე მჯერა რომ 11 ნომერი არის პატიოსანი მოქალაქე. ვითამაშეთ 11 ნომერთან აუცილებლად, დანარჩენი 8 ნომერი მეშავება, 1 ნომერი მეშავება, 12 ნომერი მეშავება, უფრო ვიდრე სხვები აქ კიდე რა. 7 ნომერთან ვითამაშებდი კიდე სხვათა შორის. რანაც ვიცი 9 ნომერი კარგად თამაშობს, თუმცა ლოგიკურად რასაც ლაპარაკობს, მომწონს რასაც ლაპარაკობს, თუმცა ვიცი რომ ძლიერი მოთამაშეა და შეიძლება ასრულებდეს. ასე რომ ჩემი აზრით 12 ან 8 უნდა გავიდეს ახლა რა. ან 1. იმიტომ რომ 1-ის გადამოწევები მომავალში მე არაფერს არ მომწონს. და ჩემი ხელი ამ 3-დან 1-1-ში წავა აუცილებლად რა. მამარდაც ცოტა დაძაბული მგონია რა და ისე მგონია რომ ქალაქს ვერ ეხმარება როგორც ეხმარება ხოლმე. თუმცა ყველაზე შავები მე ვის გონია ვთქვი და მაგაში წავა ჩემი ხელი. მადლობა. 11-ს უსმენთ? მამარდა ქალაქს იმიტომ ვერ ეხმარება რომ მამარდა არის შავკარტი. როგორც კი დიმასკენ მიდიოდა, მანამდე მამარდას ვაკვირდებოდი, სულ ვაკვირდებოდი და აქაოდა რამე არ ვიფიქრო, რომ პირველი ეგრევე დამთავრებული არ ხდა პირველი დიმაზია წია ხელი. დარწმუნებული ვარ შავკარტია. და ვასახელებ მამარდას. ამან რატო გადაამოწმა ეს ვერ მივხვდი, ლოგიკური არ არის. ამ ეტაპზე ნინიკოს დეტექტივო ჩემთვის უფრო დამაჯერებელია ვიდრე პირველი ნომერის. თუ ეს ასია, 12 ნომერი ჩავი კარტია. მე ვასახელებ ხა მამარდას და დანარჩენს ვახოთ. მადლობა. 12-ს უსმენთ? ხო, ესე იგი მე მაგრა ავწვდი ფერებში ნულოვან წრეზე. მე 10-11 მომეჩვენა ძალიან წითლები რა. ეხა უყურე პატიოსნების გასაგებად ვიძახი რა. შენთვის გეკითხები 9 ჯერ კითხე დეტექტივი ვინ არის? შენ არ ასახელებ დეტექტივი ვინ არის რა. მე ვიცი რომ 4-იანი არის შავი, შენ იძახი რომ იაკუძა შეიძლება გასულია. 5-იანი გადამოწებული წითელია, იაკუძა ვერ იქნება რა.
ეხა მე ბალანსით არ გავდივარ. ეს ისეთი ვერსიაა ზოგადად მაფიის, რომ ამდენ ბალანს ვერ ითამაშე, შეიძლება ერთი ბალანსიც ვერ ითამაშოთ რა. ვასახელებ 7-ს, ვასახელებ 10-ს, ვასახელებ 11-ს. 1 და 2-ს მოგიწოდებ დაასახელოთ 10 და დაასახელოთ 11. ხუთიანზე, ანუ გადამოწმებულ წითელზე არ უჩება შოგუნი იყო, აწია 2-მა, 3-მა, 4-მა, 9-მა, 10-მა, 11-მა ხელი. 4-იანი არის მაფიოზი. შესაბამისად თავისმა გუნდელებმა ხელი წაიღეს მინიმუმ ერთმა მაინც ხუთიანზე. რადგან შეხარ გადამოწმებული წითელი მე შენ გეშვები, მაგრამ ალოგიკურს ლაპარაკობ 9 ნომერო გეუბნები რა. 10-იანი არ მომწონს, 11 არ მომწონს, 7-იანი შესაძლოა არაფერს. ეხა ამ წრეზე გქონდა, მე 0 წრეზეც არ მომეწონე, მე ვთქვი რომ შენ ნერვიულობ მეთქი და ამ წრეზე შენ არავისთვის არ შეგიტევი, ასე დაგისახელებია რა. პირველ ნომერს უსმენთ? არ მომწონს 2, არ მომწონს 7, არ მომწონს 10. ყველაზე მეტად ამ წრეზე 10 არ მომეწონა. 10 ნომერს ვასახელებ. მეეული 10. არ მინდა შენ დასახელება, მიჩვენია 10 ნომერმა ილაპარაკოს, მაინტერესებს ისევ იგივეს გაიმეორებს თუ არა, რასაც აქამდე ლაპარაკობდა რა. ძირითადად ვიზეც მიდიოდა შეტევა. მაგაცე იმეორებდა ყველაფერს და ეხლაც აი პირველი 4-ის დეტექტიობით, პირველი და 4 და აი თითქოს დაბნეული იყო და არ იცოდა რა ეთქვა და ცდილობდა რომ გაეწელა. თავისი ლაპარაკი და რაღაც ლოგიკური რაღაცები ელაპარაკა და ყველაზე მეტად 10 ნომერი მეშავება ეხლა და ამ იმაში ხმის მიცემაში აუცილებლად 10 ნომერზე ავწევ ხელს. წეგან კი ვთქვი 9-ზე ავწევ მეთქი, მაგრამ გადავამოწმენ და არასწორი აღმოჩნდი ჯერჯერობით, რა ვიცი, იქნებ თავზე გადგას ის. პას. მადლობა. 2 ნომერი სანამ დახურავს წრეს, დასახელებული კანდიდატურები არიან 12, 1, 2, 7, 10. ამ თანმიმდევრობით. 2 ნომრის 1 წუთი. პირდაპირ ვასახელებ 11 ნომერს, ანუ ვერ გავიგე. 9-10 კაცი ვზივარ და ნახევარი მაგიდა ფიქრობს, რომ 4 იყო დეტექტივი და მეც 4-ის გადამოწმებულში ავწიე ხელი. ანუ ამაში რა არის საეჭვო, მე ვერ გავიგე. თუ თამაშობ ბალანს, ჩემი აზრით, პირველი ნომერი უნდა გავიდეს ეხლა და 11 მგონია შავი. პას. მადლობა. დასახელებული კანდიდატურები არიან 12, 1, 2, 7, 10, 11. 12 ნომრის 30 წამი. false ვიღე, ბოდიში false ვიღე. რამდენადაც არ ვიცი ბევრის პოზიცია შეიძლება გავარდე. ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე ვარ, ექიმი ვარ, არ უნდა გავიდე რა. ეხლა როცა და მაგით 4 კილო დარწმუნებული ვარ თქო და ავიღე ზოგი არ ვიცი. მეორე ფონი ავიღეთ. ბოდიში არის ექიმი, ხო? ექიმი ხარ. კაი, ეხლა გადის 11 ან 2 false ვიღე. 11 რატო გადის დაღილა იმანის? 11 შენ დაღივე? ეგ არ და გამორიცხავს, აუჩი. კაი, ნახე უყურე 4-მა ნომერს რო გაიღვიძა, ვინ გადაამოწმეო და 12-ო და ესეც სახე ქონა. ანუ ნახე მე ვკითხე რა ვარ მეთქი. და არაფერი არ ვთქავს და რო მოკვდა, მე თქვა რომ 12-ს გიტოვებ ჩავს. ნახე პირდაპირ გაიხსნა ხუთი შავით. მესამე პრობლემა თავიდან შავი გადამოწვა, ხუთი შავით გაიხსნა. მე პატიოსანი ვარ. დასრულდა ფოლი. რაც თქვი, არაფერი რაღაცა ვთქვი და ეგრევე ყველაფერი ისე მოხდა. 10-მა ნომერმა 11 დავხილეო და ანუ 10-11-იც გამოირიცხა ამ ეტაპზე. გამორიცხეთ არა ხო? მაშინ უფრო ეხა 7-2-ისკენ წავალ, მაგრამ 7 არც დასახელებულია ხო 7? არ ვიცი ხო. მე მოკლედ ერთი გადამოწმება დამადებინეთ. ეხა უეჭველი ხამე მოვკვდები. ერთ შავ გადამოწმებას დაგიდებთ და 2 ნომერს უსმენთ? 2 ნომერს უსმენთ? ხო, დავითი მაშინ 11 ნომერი წითელი გამოდის. ხო. ხო, არ ვიცი, 12 მაშინ რა, 12 მგონია შავი, იმიტომ რომ არ მჯერა შენ დეტექტივობის და რა ვქნა რა. ეგ არის რა, 12 ჩემი ხელი წავა 12-ში პას. მადლობა. 7-იანს უსმენთ? ანუ მე მაშინ გავყევი ლოგიკურად, ანუ ხელი არ დაადევა რა, ვისო და გავყევი ანუ ლოგიკას იქიდან გამომდინარე, რომ ნინიკოს ეხა ვიცი და გვილაპარაკია და ანუ ვიცოდი რომ იგივე ტაქტიკით არ წავიდოდა ჩემი აზრით რა. და იქიდან გამომდინარე ავწიე პირველზე ხელი რა და მე 11 ნომერს მომწონს იქიდან ის ლოგიკა რომ ანუ თუ პირველი ნომერი იქნება ავტომატურად მე 12 ნომერის გამოდის შავი კარტი რა. ამიტომ ანუ რაღაც მომწონს მე 11 ნომრის თამაში მესამესი და ანუ ვითამაშებდი ამთან ერთად რა. ანუ მე პატიოსანი მოქალაქე ვარ რა. 10-იანს უსმენთ? ხო, ნუ ჩემი აზრით 12 ნომერი უნდა გავიდეს ახლა. თავიდან ცოტა ისე იყო პირველი ნომერის მიმართ, რომ უფრო მგონია და მე დროთა განმავლობაში ძალიან ერთად ითამაშეს და ჩემი აზრით შავი კარტები არიან ორივე. ეხლა ამ ღამე რო იქნება თავს დავიხილავ, კიდე ერთი ღამე ვიქნები, ვინც გონია პატიოსანი, მაგას დავხილავ კიდე, ვიზეს ჯერა 12 უნდა გავიდეს ჩემი აზრით რა. პას. მადლობა. 11-ს უსმენთ? 12 როგორც ჩანს გამწირულია.
ხო, ნუ მე რა პატიოსანი მოქალაქე ვარ. დიაფერი. ამის მე ორი ნომერი და დამთავრდა. დასრულეთ. 5 წამი? მადლობა. დასახელებული კანდიდატურები არიან 12, 1, 2, 7, 10, 11. ამ თანმიმდევრობით. ვინ ფიქრობს, რომ 12 ნომერმა უნდა დატოვოს თამაში, ახლა მიეცით ხმა? 1, 2, 3, 4, 5, 6 ხმა. ვინ ფიქრობს, რომ 1 ნომერმა უნდა დატოვოს თამაში? 1 ხმა. ვინ ფიქრობს, რომ 2 ნომერმა უნდა დატოვოს თამაში? ვინ ფიქრობს, რომ 7-მა? ვინ ფიქრობს, რომ 10-მა? ვინ ფიქრობს, რომ 11-მა? 12 ნომრის ბოლოს სიტყვა. ნახე, ძალიან ცუდად გვაქვს პატიოსნებს საქმე, იმიტომ რომ ერთი მსროლელი კარტია გასული რა. მე ხა არანაირად არ გავდიოდი, ძალიან ბევრი არგუმენტი გითხარით, რატო იყო 4-იანი. ნახე, კალას რა მიყვარს, იცი, შენ გადამოწებული წითელი კარტი ხარ და შენ თვითონ იძახი რომ 1-იანი მაფიოზი რო იყოს, ეხა შავს შემოიყვანდაო. შენ იყავ იდეალურად გასაშავებელი კარტი, შენ რო ნახე დაგხვდა, შეიძლება შენ არ ხარ წით პატიოსანი. და შეიძლება შოგუნი ხარ და მაგიტომაც ეხთი მე არ გადავწო, არ ვიცი, შეიძლება, იმიტომ რომ შენ რო პატიოსანი ხარ, ამას მიხვდებოდი, თან ფაქტიურად ხვდებოდი და არ ამბობდი რა. 2-იანი არ მომწონს, 7-იანი არ მომწონს, 10-იანი გასაგებია ექიმია, მაგრამ აი 11 შეიძლება რომ ნახე იგივე ხალხმა აიწია ხელი რა. 2-იანი არ მომწონს, 7-იანი არ მომწონს, 11 დაიხივა, მაგრამ რადგან 11 დაიხივა, იმას არ ნიშნავს, რომ არის აუცილებლად პატიოსანი. მე პატიოსანი ვიყავი, შენ გავიხსნებოდი ექიმად, არანაირი პრობლემა არ მექნებოდა, მაგრამ პატიოსანი. დასრულდა. დავიშვიდობა 12 ნომერს. და ღამე. როგორც ამხანაგურ მატჩი ის არის რა საინტერესო ხელი ალბათ რა, მაგრამ ჩემი გადმოსახედიდან 1-იანი ძალიან დეტექტივია რა და არ ვიცი პატიოსნებს ხარ ამდენად აქვთ თეორიული შანსი გამარჯვების. თუმცა თუ ღამით მოხდება ისეთი სროლები, რომ შავები ერთმანეთს დახოცავენ და 1-იანის დეტექტივში ჩამოყალიბდებიან, შეიძლება ბევრს ვითხოვ, მაგრამ მაგ შემთხვევაში გამარჯვების შანსი ალბათ გვაქვს. ყველას ძინავს იღვიძებს მაფია და ირჩევს მცხებს. ტონი მიდასტურებს იღვიძებს ტონი და ეძებს დეტექტივს. მარჯვენა ხელი და ეძებს იაკუძას. იღვიძებს შოგუნი და უერთდება იაკუძა. დეტექტივი და ეძებს მაფიას. და იღვიძებს ექიმი. თამაშ ტოვებს ნომერი 10. მაინც ტო. 7 ნომერი დავხილე რა და მაინც მე მესულეს. ვინგონია და 1-იანი უნდა გავიდეს ყველა პონჩი. 1-იანი რო გავა, 1-იანი და 4-იანი შავი ხო უჭველი იქნება და 1 შავი გასულია მაქიდან, 12 ჩემს აზრით შავი იყო. მე მგონი კარგად არის საქმე. შენ მინდა შავი არის?
ეგ არის შავი ხო და შენ ნათქვამი არაფერს არ მასდოს ხა მე ამაგიდას მე რო გავალ შეიძლება პატივს შენ ნათქვას პატივს შემოსვა მაგრამ ამაგიდაზე შენ ნათქვამი არაფერს არ მასდოს ხო რა ერთი ნომერი უნდა გავიდეს ესეთ რა ძალიან დიდი მადლობა რა შეცდომა დაუშვრო ჩემი თავი არ დავიხსნე წარმატებები რა დავიშვიდოთ 10 ნომერს ანუ როგორც გავიგე ძალიან სუდად ვითამაშია იმიტომ რომ დავხილე იაკუზა დავხილე გავარდა 4 ნომერი მაგრამ მეგონა დეტექტივი ეხლა 11 ნომერი ყველას გონია ნამდვილად წითელი კარტი პირველი ნომერი დეტექტივია ნამდვილი ესე იგი რომელიც წესით გავარდება ეხლა მეგონი რთული სიტუაცია ესე იგი მამარდა გამოდის შავი კარტი როგორი თამაშია იცი 50-50-ზე ჩემი აზრით რა 50-50-ზე არის რა იმიტომ რომ 4 ნომერის გახსნა დეტექტივად ანუ არ უნდა დაჭირებოდა მაგრამ ალბათ გათვალა რაღაცეებიო და სწორედაც გათვალა რა ანუ ჩემზე ყოველ შემთხვევაში იმოქმედა მაგა რა აუ წარმატებულს უსურვებ მაინც კაი თამაში იქნება დარწმუნებული ვარ ფინალამდე რა მადლობა დიდი თამაშ ტოვებს ნომერი 9 ხო, ანუ იაკუძაც თამაშია. მეგობრებო, მე არ მჯერა ლაშარო პატიოსანი იყო და შენ დეტექტივებსაც არ მჯერა, იმიტომ რომ არ მჯერა, ანუ ლაშას ამდენი შეშდა. შენ ბიჭო, თან, ნახე, პირველივე წამიდან უწევ 5-იანს. მე გეუბნებიან რომ 5-იანი შავია და უწევ სხვა ძალიან არ მომწონს. შენ ან იაკუძა ხარ, ცუდი კარტი ხარ, ჩემი აზრით. მე ბასტო არ მომწონს საშინლად. ეხლა ბალანსის დრო და ის არ ვიცი, ამდენად არის მე თუ შევცდი, მაგრამ ლაშას ლოგიკები იყო აბსოლუტურად აცდენი, ესო პატიოსნით თამაშობდეს. მაგას არ იტყო და ეძებდა ვინ გაეშავებინათ, ვინ გაგეშავებინათ. შენ დეტექტივობა დამაჯერებელი უნდა იყო, ერთი კაცი ხარ დარჩენილი და უფრო მაგრა უნდა ლაპარაკობდე, ლაპარაკობ შავად. ნუ ეხა ორიანი კაი შავი ვარიანტი შემოგიყვანეს, კი ბატონო. მოკლედ, მეგობრებო, მე ვიყავი პატიოსანი მოქალაქე, მე მეგონა მე დავიხილებოდი, სიმართლე გითხრა, იმიტომ რომ ორივე დეტექტივმა წითელი დამიძახა, 5-იანმაც და 1-იანმაც, მაგრამ გამაქანეს და მომკლეს მე იმიტომ რომ პატიოსანი მოქალაქე აღარ აწყობდათ. ეხლა ამ თქვენ ადგილას რას ვიზამდი, არ ვიცი, მაგრამ ნუ აი რო შემეძლოს კიდე გადაგამოწმებდი შავად ისეთ რაღაცებს იძახით ჩემზე. ერთს ფოლი. შოგუნის არ ვიყავი, შოგუნის შეიძლება თამაში იყოს, მეგობრებო, რო იცოდთ, პატიოსანი ვიყავ. დავემშვიდობთ. თავი თამაში წავიდა რაღაცა, ვერ ჩამოყალიბდი კარგად, აურაკმა ყოფილი ზოგადად საკუთარი თავით. მაგრამ რავი, ანუ ძალიან მეშავა ლაშა რა, აი ლაშა მეშავა ძალიან, რა გავაკეთო. რა როლი ქონდა, ეხაც არ ვიცი. ისე ვისიამოვნე, კარგი თამაში იყო და იმედია პატიოსნები მოვიგებთ. წრეს გახსნის ნომერი 6. საშნელი რაღაცა თქვა ეხა იმან, პირიქით თქვა რაც გავაკეთე, ანუ 5-იანს დაუძახე, არ მომეწონა თქო, უცებ გეტყვით რა, მე შენზე თქვა რაღაცა. 5-იანს დაუძახე, არ მომეწონა თქო, მე ნინიკოს არგუმენტი არ მომეწონა უბრალოდ, რატომაც გადაამოწმა და იმდენად არ მომეწონა რომ ნაკლებად არ მომწონდა დიმა და მაგეთო რაღაც უკარ არის თუ კალამ რაც თქვა უაზრობა იყო. ხო, რატო არ ყვდები ეგ მაინტერესებს, თან არ ხილავენ, როგორც ჩანს, არ ყვდები. შენ ბატონი გადაამოწმე, ხო? გასაგებია. შენ პირველივე წინა წრეზე რომ დამასახელეთ რომ ვითხოვთ, რატომ მინდა დაიცი დასახელება, შენი სიტყვა მოდიოდა, საერთოდ არაფერი არავის არ უკითხავს და დაიწყე ახსნა რატო აწია პირველ ნომერზე ხელი. ანუ უბრალოდ დაიწყე გამართლება თავის რომ მე არაფერი არ ვთქვამს, წარმოიდგინე უცებ რაღაცები იქ მიდის ორი დეტექტივი რაღაცა შენი სიტყვა მოდის, მე პირველ ნომერზე მეტო ავწიე ხელი რომ აი ვიცნობ იმას და ამას და ანუ არ გვითკითხავს რატო აწიე ხელი რა, იმიტომ რომ აწიე რა და თან კიდე საინტერესო რაც არის ლაშაზე ძალიან ბევრმა აწია ხელი რა. ანუ ეგეთი ერთი სულოვნება რა ვიცი, ამდენი ვართ. დასრულდა თქვენი დრო. 7 ნომერს უსმენთ? მე პირველში იმიტომ დავიწყე ახსნა რომ მან მარტო მე ავწიე და რაღაც საეჭვო არ ყოფილიყო და თქვი რატო ავწიე. ლაშას დროს იმიტომ ავწიე იგივე რომ ან დავჭი ჩემაზე და ბოლომდე გავყევი იმას, რასაც მე 11 ნომერთან ერთად თამაშობდი. ანუ მინდა მე 11 ნომერს უთხრა რომ ანუ თუ მივყვებით მაგ ტაქტიკას რომ ბარემ გავყვეთ თუ გავაგდეთ მე 12 ნომერია, გავგვიგდო პირველი ნომერის ავტომატურად მაფიოზი ანუ შავი კარტი გამოდიოდა და მგონია რომ ეს სამკუთხედი შეიკრება, ანუ რატო არ ვიცი რატომ მგონია ეგრე რა, ანუ რაღაც ძალიან თითქოს ერთად ამოეშვდნენ რა. აი ესე მე-6-ე, მე-12 და პირველი რა. ანუ ეს და მე ანუ პატიოსანი მოქალაქე ვარ ანუ მაგაში ძალიან სისულელი არის. ანუ მე-12, მე-6-ე და პირველი მე მგონია ან თუ მივყვებით მაგ ლოგიკას ეგრე გამოდის რა. და ვასახელებ პირველ მიღებულია 1. 8 ნომერს უსმენთ? ხო რა, რაღაც ნაირად მე ჩემი ცოლა აზრი რა.
იმიტომ რომ ხა ორ კაცს ნამდვილად არ ველოდი, ანუ იაკუძას და მაფიას არ ველოდი რა. არ ვიცი, აი მაინც არ მჯერა რა ემოციურ დონეზე რომ შენ დეტექტივი ხარ, იმიტომ რომ მართლა ამდენი ხანი მოგდებოდი უეჭველიდან. და მე უფრო ახლა ამ მაგიდაზე 7-თან თამაშობ, 3-თან და 11-თან. არ ვიცი მამარდა რა. აი ქორო რო იტყვის. მე უფრო იმას ვიზავ რა. უფრო დავინახავ რაღაცებს, მაგრამ ამ ეტაპზე დავასახელე 6 ნომერი უკვე და მიღებული 6? ჩემი ხელი 6 წელს. მადლობა. 11-ს უსმენთ? ხო, ნუ ორი წრე რასაც ტრიალებ და რასაც ვიძახი ორი ნომერზე უეჭველი შავი კარტია. წყალი არ გავუათ ამ გადავამოწმე. ეხლა შენ რატო ანებებული მაქვს, მაგრამ ამანაც რა აი ეხა ორი ნომერი გადის და მე ვილაპარაკოთ რა ყველაფერი და მარჩენი მე დაეწყობა უფრო ყველაფერი. გავიგე, მაგრამ ისიც აწავა ჩემ ხელში. პატიოსნების ხელში. ვიგებთ რა ამ თამაშს. პას. მადლობა. პირველ ნომერს უსმენთ? ორ ნომერს ვასახელებ. მიღებულია? არ იყო დასახელებული. სიმართლე გითხრათ, პირველივე წრეზე მინდოდა ორი ნომრის გადამოწმება. აუცილებლად ორი ნომრის გადამოწმება, მაგრამ ისე წავიდა წრე, რომ 5 ნომერს უწევდა გადამოწმება რა და ეხლა ისეთი შეგრძნება დამრჩა, ვინც ილაპარაკეთ, რომ 3 პატიოსანი ვართ დარჩენილი რა. ანუ რაღაც ეგეთი შეგრძნება დამეუფლა რა. იმიტომ რომ ძალიან უცნაურად ილაპარაკა 7-მა 8-მ ეხლა აბსოლუტურად ბოლოს 6-ში ავწევ ხელს რატო თქვა ვერ მივხვდი. და ნუ 11 კიდე სწორად მიყვება ყველაფერს რა. მართლა მესმის ეგ ლოგიკა, რომ აქამდე რატო არ ყვდებიო, მეც ძალიან მიყვირს ეგ ყველაფერი და არ ვიცი, შეიძლება გათვლა ჩემს მარცხნივ მჯდომი ბიჭის, რომელიც იცინის ეხლა. მაგრამ აუცილებლად დაგტოვებს, იმიტომ რომ პირველივე წრიდან ვის გეშავებოდათ ორი ნომერი მანახეთ აბა. დასრულდა თქვენი დრო. ორ ნომერს უსმენთ? ბიჭო, მიტევს თელი მაგიდაა და თქვი ბოლო ღამეში რომ უნდა გადამოწმო და ნუ შავი ვარ შენ თვალში ვერ გავიგე, ანუ რა თქმა უნდა შავი ხარ ჩემ თვალში, ვასახელებ პირველ ნომერს. 4 ნომერი იყო ჩემი აზრით დეტექტივი, 100% ვარ დარწმუნებული ამაში უკვე. 11 შენ რას თამაშობ, ვაფშე ვერ გავშე, ოღონდ მართლა ვერ გავიგე. შეიძლება იაპონელი ხარ. ხო, ნუ ვასახელებ პირველ ნომერს და ანუ არც ერთ ვარიანტში არ უნდა გავარდე მე, იმიტომ რომ ანუ შენ როგორ ხარ ცოცხალი აქამდე მე ვერ გავიგე. ხო, მეც ვერ გავიგე თქვა, ეგრეს. მადლობა. სანამ 3 ნომერი დახურავს წრეს, დასახელებულები არიან 1, 6, 2. 3 ნომრის 1 წუთი. 11 რასაც ლაპარაკობს, მაგ ლოგიკას ძალიან მივყვები, თითქმის შემსათქმელს ამბობს ხოლმე. როგორც წესი და ამიტომ 11 ნომერი მეწითლება ყველაზე მეტად ამ მაგიდაზე ეხლა. ვასახელებ მე 8-ს და რატო? იმიტომ რომ ყველას მიედმოედო და ბოლოს 6 ავწევო ხელს რა და ლაშა მგონია რომ შავ კარტად გავიდა, ერთი შავი ლაშა იყო. მეორე შავი 5 ნომერი მგონია ძალიან და არ ვიცი ლაშას და 4 ნომერის ერთმანეთზე შეტევა შეიძლება რაღაცა დადგმულიყო. 8 ნომერში ავწევ ალბათ მე ხელს ვასახელებ 8 ნომერს რა და ბალანსით უნდა ადგეს ახლა დეტექტივი თუ არა. იმიტომ რომ 50-50-ზე გაგწევი? ხო, ამ შენ ბოლოს როგორ შემოგიტე ეგეც არ ვიცი. დასახელებული კანდიდატურები არიან 1, 6, 2, 8. პირველი ნომრის 1 წუთი. რავი, პრინციპში თუ გინდათ ორ ნომერთან ერთად ავდგები უკვე. მე ვთქვი რომ ერთ შავს ვიპოვითქო და ავდგებითქო რა. მაგრამ რა ვიცი, თუ მომყვებით, ბარემ ბოლომდე გამომყევით, ორი ნომერი არის შავი, პირველივე წრიდან შავად ლაპარაკობდა, შავად გააგრძელა მე ლაპარაკი, საბოლოოდ გადავამოწმე კიდეც, არ მინდოდა ეხა ესეთ ნამგზავრზე და ჩამოსულზე რომ ეგრევე გადავამოწმებინა და გამეგდო მართლა, ჩემი შეცდომა იყო. მაგრამ ნუ სამწუხაროდ ეხლა მაინც დაგტოვე. 6 ნომერს უსმენ? ხო, რა შენი გუნდი უცებ, მითხარი რა, 2-იანი, 4-იანი და შავების. არა ხო, 4-იანი დაგტყანდეთ ყველა დეტექტივი 2-იანი გადამოწმებული ყავს, აქ არის მესამე, ანუ 2 შავი გვიძეს მაგიდაზე ფიქრობ. და კიდე თან იაკუძაზე მოდა. ოკეი, კაი.
არ ვიცი ხა ეგ პროსტა კარგად არ მაქვს, ეგ გააზრებული ბალანსი აქვს როგორ შეიძლება ვითამაშოთ, მაგრამ მოდი თქვათ თამაში ხო არ დამთავრდება. ორს უსმენთ? ხო, ნუ არ მესმის პროსტა, ანუ შენ თუ მართლა დეტექტივი ხარ და არ ხარ შავი კარტი, აი როგორ გადარჩი აქამდე, აი მართლა არ მესმის და დავით აი იგივეს იმეორებს ნუ ვერ გავიგე რა გინდა და არაფერი პას რამე წითელი კარტი ვარ ჩვეულებრივი. ხო, მაგრამ სხვა მიზეზი შეგიძლია მესამე წრეა როგორ ჩები სიუხვდები და რაღაც სხვა ლოგიკა შეგიძლია რომ მე ჯერა მეოთხე ნომრის დეტექტივობის უფრო მჯერა, უფრო კი არ 100% ვარ დარწმუნებული რომ მეოთხე ნომერი არის დეტექტივი და ეს არის შავი კარტი 12 ნომერთან ერთად. 8 ნომერს უსმენთ? უბრალოდ ერთი არის რა გასაკვირი რომ აი თავიდან რომ გადაგამოწევ იმის ვერ ანუ არაფერი რეაქცია ისეთი ძალიან რეაქცია არ ქონია რა რომ აი ხალხს დააჯირო არა არ ვარ. არა ვაშ ჩემო. ერთი ეგაა რა. ერთი ეგ კონდა რა. 200 ფოლი? დარჩენილი და რა. სხვა არაფერი რა ვიცი. დასრულეთ. ხმის მიცემა იწყება. დასახელებული კანდიდატურები არიან 1, 6, 2, 8. ვინ ფიქრობს რომ ერთმა ნომერმა უნდა დატოვოს თამაში ხმია ციხვა? 1, 2, 3 ხმა. ვინ ფიქრობს რომ 6-მა ნომერმა უნდა დატოვოს თამაში ხმია ციხვა? ვინ ფიქრობს რომ 2-მა ნომერმა უნდა დატოვოს თამაში ხმია ციხვა? 2 ნომრის ბოლო სიტყვა? რა 3-3-ზე რა? არა 4 არის. 1, 2, 3 და 4. 3 ნომერი ხო 2-ზე აწი? 4 ხმა ხო იყო? ხო, ნუ პატიოსანი ვიყავი რა. ამას არ დაუჯეროთ, ჩემი საკანი მატყვა რა. წავით. დავიმშვიდობოთ 2 ნომერს. ხო, ნუ კარგი თამაში გამოვიდა, მადლობა მოწვევისთვის. ჩემი რაც კარგად ვთამაშე მაინც და იმედია მოიგებს მაფია. იღვიძებს მაფია! მიიღეს განაწყვეტილება. იღვიძებს დონი და ეძებს დეტექტივს. იღვიძებს მარჯვენა ხელი და ეძებს იაკუძას. იღვიძებს შოგუნი და უერთდება იაკუძა. იღვიძებს დეტექტივი. იღვიძებს ექიმი. დაცემდება. თამაშს ტოვებს ნომერი 11. 11 ნომრის ბოლო სიტყვა. 11 ნომრის ბოლო სიტყვა არის რომ ეს არის ბოლო დარჩენილი. შავი კაცი. ეგ არის. დავიმშვიდობოთ ერთად. დიდი მადლობა პირველ რიგში. ძალიან მაგარი თამაში იყო, ძალიან კარგად მიდის. ნუ ლოგიკურია ალბათ ჩემი ახლა გამოვარდნა, მაფია მაინც ბოლოს გამომიშვა, მაგრამ იმედია რომ ყავს იქ ერთი ადამიანი დარჩენილი, რომელიც ძალიან დიდი იმედი მაქვს და იმედია რომ ჩვენი მოგებით დამთავრდება დღევანდელი თამაში. თამაშს ტოვებს ნომერი 1. 7 ნომერი არის შავი და შვიდს აუცილებლად გააგდებთ ეხლა, მე ხო გავარდი. ჩემი შავი არის 7 ეხლა რა. ჩემი დეტექტივობით ვინმე თუ არ თამაშობდით,
ნუ ეხა დეტექტივი ვიყავი ეხა, საბოლოო ჯამში ეგრე გამოვიდა, ეგრე დაალაგდა, აქამდე როგორ მოვაღწია არ ვიცი და 7 ნომერი გადავამოწმე შალად. მეორე წრეზე უკვე აღარ მომეწონა 7 ნომერი. მაგრამ ჩემი შეცდომა იყო, რომ 5 გადავამოწმე ალბათ და 2 უნდა გადავამოწმებინა, მაგრამ ყოველ მიზეს გარეშე 7 ნომერი გადის და თამაში თუ გაგრძელდება, მერე აი თამაში თუ გაგრძელდება ეხა ორი კაცია დარჩენილი, ხო? შეიძლება ის გააგდეს ეხლა. შავად ვიღაცამ. შეიძლება შავად გააგდო ვიღაცამ და 1 დარჩა. მოკლედ 7 გადის უეჭველი და მერე თქვენი. დავამშვიდობოთ 1 ნომერს. გასაკვირია ამ დრომდე როგორ მოვაღწიე და აქამდე როგორ არ გამოვედი და აქ არ ვისაუბრე, მაგრამ სადღაც 100%-დან 95%-ით მაყოფილი ვარ, რომ თავიდან 2 წითელი მქონდა შემოწმება და მერე 2 შავი. ნუ 2 შავი მარტივი შესამოწმებელი იყო, უკვე მერე დეტექტივით თამაში ძალიან სასიამოვნოა და კიდევ ვისურვებდი, რომ ვითამაშო, იმიტომ რომ ამ თამაშიდან ბევრი ვისწავლე და ყველას დიდი მადლობა ვის მესალმებით ხოლმე ქუჩაში. წრეს გახსნის ნომერი 7. გულით, ამ ორს არ უთამაშია რა, წინა ჩვენ ვითამაშეთ და ანუ მართლა ამომივიდა პატიოსანი, ანუ რა, წითელი კარტი და ანუ ძალიან მომეშვა რა, რაღაც ძალიან ლაითად თამაშობდი რა, თუ გამაგდენდა რაღაცა, ანუ არ მქონდა არაფერი, არ ვიყავი, არაფერი ნიშნულობა არ მქონდა ჩემ კარტს რა, მართლა. ანუ არ უთამაშეთ ამ ორს, ის ძალიან თავის ჭკუაზე გვატარებდა. ანუ ყველაფერი ისე გააკეთა ეხლა სამ გააგდებდნენ, რომ ანუ ძალიან თავის ჭკუაზე გვათამაშებდა რა. მე შემიძლია ვთქვა, რომ ანუ წითელი კარტი არანაირი როლი არ მქონდა ამ თამაშში. ბას. მადლობა. 8 ნომერს უსმენთ? ანუ იმას ხო და ანუ ბოლოს მივხვდი რომ რაღაც ამბობდა რა დეტექტივად ვითამაშეო რაღაც ეგეთი გამოვიდა, იმიტომ რომ რაღაც შეეშალა. ფიქრობ რომ ეს რაღაც ისე დატოვა რა და შეიძლება იმიტომ დატოვა რომ მე ღამე იქნება ერთი კილი იქნება მოიგებს ანუ ორი ერთზე. არ მე ღამე იქნება და ერთი ერთზე იგებს ხო? ეს თუ შავი არ არის. თუ არ გავაგდეთ შავი. აი დავასახელოთ. შენ დაასახელე? კაი. ვასახელებ 6 ნომერს. მირეული 6. რა ვიცი, ნახოთ რა. გადავწყვეტეთ, ჩვენ უნდა გადავწყვეტოთ რა. მე არ ვიცი ხა. აი მაინც არ ვენდობი რა ქოროს რა. იმიტომ რომ ამდენ ხანია უნდა დარჩენილიყო ჩემი ასეთ. მადლობა. 3 ნომერს უსმენთ? ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ქორო იყო მაფიოზი და გააგდო იმან რა ქვია. იაპონელმა რა. ძალიან დიდი იმედი მაქვს, თორე ალბათ პატიოსნები ვაგებთ. დასახელებულია 6 და დასახელებულია 7. 8 ნომერი შენ წინაზე ხელი ვიზიაწე. რო იძახდი 6 ავწევო, რატო არ აწიე 6? და რატო აწიე წინაზე რო მამარდა რო გავაგდეთ. 6 რატო არ აწიე? არ მინდოდა რომ 2 გასულიყო რა. ერთის გასვლა. და ვიზიაწე შენ ხელი. ერთზე? 3 ხო. ხო არ ვიცი 8 ნომერს ვასახელებ მე. დასახელებულია 6 და 8. მოდი 7-იც იყოს მაშინ დასახელებული და ილაპარაკო. და ბასტოც არ ვიცი, თელი თამაშია მელაპარაკეო და რატო გჯერა მე რომ ეგეთი წითელი ვარ. თელი თამაშია მელაპარაკეო და აი თითქოს აქვე ვყავარ. და მამარდაც სხვათა შორის შევამჩნე რომ მამარდა როცა გადიოდა ძალიან დარჩენა უნდა და ძალიან აინტერესებდა ვინ რა კარტი იყო რა. დასრულდა თქვენი დრო. 6 ნომერს უსმენთ? აი მოდი რა, ერთ რაღაცას გეტყვით ახლა რა, ხშირად ყოფილა ეგეთი შემთხვევა რა, როდესაც ესე მაგალითად ესე რო ვთქვათ, ვინც ხშირად არ თამაშობს ის ადამიანები და ვინც ხშირად თამაშობს, ის იწირება ხოლმე და ეგ სცენარი მიდის, მაგრამ მე რო გავიწირები და კიდე თუ დაღამდა რო რამე რა, ვაი და ისე არ არის რო ქოროც არ იყო, ის არ იყო. 7-იანი არის, უყურე გეტყვი ხა რატო ხარ შენ, რატო და გახვიდე, პროსტ რატო და გახვიდე. თელი არ ვიცი, არავის ან ვინ შემოგიტია რა შევა. ეხაც როგორც კი დაიწყე ქვილით, შენ ძმობას მიცავ, რაღაცები და არავინ არ დაასახელე. ანუ აქ როგორ შეიძლება ვინმე არ გეეჭვებოდეს. 4 დავრჩით და გასახელებს ტიპი შავა და ქვილით შენ ძმობას მიცავა, რა ვიცი, აი ეგ არ არის რა. ანუ არა და იქაც რაც გაგახსოვს რა არგუმენტი ვთქვი, რომ საერთოდ მესამე ის იყო მგონი გაღვიძება თუ რაღაცა ახსნა დაიწყე, რატო აწი ერთიანზე ხელი. და თითქოს იმიტომ აწიე რომ ეხა უფრო მჯერა მე ქოროს დეტექტივების ისე ეხა რომ ჯერა ეგრე არ მჯეროდა არც ერთხელ რა იმიტომ რომ ამან იცოდა რომ ის რა ეს სრულ დეტექტივი იყო ერთიანზე აწია ხელი და ეგრევე ახსნა რა კანდიდატურა 7-იანი რა თქმა უნდა 7-იანი მიღებულია 7-იანმა გახსნა წრე
ხო, მე უნდა გამომეცხადებინა კანდიდატურები და სახელებულები არიან 6, 8, 7 ამ თანმიმდევრობით. 6 ნომრის თავის გამართლებაა ისევ. აი, ისა რა ქვია, შეხედე, კიდევ გავიმეორებ ეს კარგად მინდა ეს გაიაზროთ მართლა უბრალოდ გაატარეთ ლოგიკაში რა. იცოდი შენ, რომ 4-იანი იყოს რო დეტექტივი, ქოროზე აწიე მარტო მხელი, შენი დრო ეგ არავის არ უხსენებია საერთოდ, არავის არ გვიხსენებია რატო აწიე ერთიანზე ხელი, შენი დრო მოვიდა 4, 5, 6, 7 და რაც თქვი ერთად იყო რომ მე ქოროზე იმიტომ ავწიე ხელი რომ ნიკოსი მჯეროდა. არავის არ უთკითხავს, რატო აწიე იმას, რატო აწიე ამას და უცებ იწყებ თავის გამართლებას და ეხლა თქვილით. და რაღაცას შეიძლება რაღაცა inside joke-ი გააძრო მაქსიმუმ. 8-ას უსმენთ? 8-ას უსმენთ? არ ვიცი რა, გონია რომ რაღაც იმაში ვარ რა, გთაფლავსავი. მაინც. 6-იან. და ჩვენ უნდა გადავწყვიტეთ რა, მე უფრო შენ მოყვები რა. და ისე მოიცემ ის მაინტერესებს რა, ორივე ვერ გავა ხო? რო რამე იყოს. გაწყობთ? შენ თუ გაწყობთ? ანუ 6 ნომერთან ერთად რო ნახე 7-ას უსმენთ? მაშინ რატო გითქვით რატო თქვი იცი რომ ანუ დოქტორას რო უხსნიდი რომ მეთქი ეს სამკუთხედი მგონია თქვენ შენ გელაპარაკებოდი და მაგიტო გითხარი რომ ისევ რაც პირველი დავიწყე რომ პირველი მე-12 და მე-6-ე მე მეგონა ან პირველი და მე-12-ეს მიყვებოდი თავიდან ლოგიკას რა ანუ მაგიტო წერდი თავიდან რომ პირველზე რომ ანუ არ გადამიხვევია ჩემს და ანუ რომ მეგონა რომ ეგ იყო სრულ დეტექტივი იმიტომ რომ ნინიკო არ მეგონა რომ იმიტომ თქვი თავიდან რომ არ მეგონა რომ ანუ იგივე ტაქტიკას ერჩოდა რაც ადრე რა და ანუ მაგით თავიდანვე გავყევი ჩემს ანუ დოქტორას იმას ვეუბნებოდი რომ ანუ რასაც მივყვებოდი ერთ თამაში თავიდანვე თქვი რომ მე-11-ესთან და მე-13-ესთან ვითამაშებდი თქო და იმ ლოგიკას მივყვებოდი რომ ანუ ეს სამკუთხედი იყო რა და ფოს ავიღე ფოს ეს ანუ მე-6-ის თამაშის ტაქტიკა არ ეგ რომ ანუ აქტიური ტიპია ანუ უცებ რაღაცებს ემოციაა და უნდა რომ ამით მოგთაფლოს რა დასახელებული კანდიდატი ფოს ავიღე არიან თქვენ შეგიძლიათ ფოლები აიღოთ ერთად ფოს ავიღე 6-ას ფოლი ერთ რაღაცას ვიტყვი მარტო რა ორმა ხო ის დასახელებული კანდიდატურები არიან 6, 8, 7 აი რა ამ თანმიმდევრობით კი მე რატო არ ამბობ ის ბავშვი რა იმენა 10 წლიდან მისწრა და ვიცი რა ტიპია კარგად ეს ვიცი რა ტიპია რომ ეს ძალიან აქტიური ტიპია და ამით იღებს რა თავის თავზე რომ ამ ლიდერობა ორივე ხმოვისმენთ ლოგიკასაც იდო იმას გაკეთეთ დამიჯერეთ ეს ეხლა მე თავიდანვე ლოგიკასიდან და ეს მე აღარ გაქვს სო ფოლები აღარ ავისკავთ სო დასახელებული კანდიდატურები არიან 6, 8, 7 ამ თანმიმდევრობით. ვიფიქრობს რომ 6 ნომერმა უნდა დატოვოს თამაში ეხლა მიეცით ხმა? 2 ხმა. ვიფიქრობს რომ 8 ნომერმა უნდა დატოვოს თამაში ეხლა მიეცით ხმა? ვიფიქრობს რომ 7 ნომერმა უნდა დატოვოს თამაში 2 ხმა. 6, 7 შორის გაიყო ხმები და 30-30 წამი მოგეცემათ კლავ და 6 ნომრის 30 წამი. რახან რაღაცას ვლაპარაკობ და რახან სადღაც გაგჩემ თამაში ნანახი არ ნიშნავს რომ მაფიის კარტი ამოვიღე. აქ ხო იმაზეა დამოკიდებული მე მაფიის კარტი ამოვიღე, თუ პატიოსანი მოქალაქის კარტი ამოვიღე. მე რო თან აქტიური ვარ, ეგ ხო იმას არ ნიშნავს რომ მაფიის კარტს ვიღებ უეჭველი. გეუბნები რატომაც ხარ და ხსნი. მე მინდა რომ პროსტა მოისმინოთ მართლა, რასაც ვამბობ ყველაფერს. ან ლოგიკა აქვს და შენი არის უფრო ემოციური რომ აი ბავშვობა და გახსოვს იქ რომ მწვადი შევწვით და ანუ არ არის ეგ არგუმენტი რა. მართლა გულწრფელად გეუბნები პროსტა შევაჯეროთია რა. ბიჭო, ფასი მე მარტო რატომ ელაპარაკე? 8 ნომერსაც ელაპარაკე. ჩემაზეა ეს და მინდა რომ შენ გაგიხსნა რა. ანუ ეს მინიმალური манипуляცია რომ ამ თავისი ემოციით და ლიდერულობით ცდილობს თავის მხარეს განმოგიყვანოს რა. ანუ ძალიან მარტივი არის, აი ძალიან. ანუ ჩემს ვიჯექე ძალიან შვიდად მართლა თავიდანვე ანუ რაღაც შვიდად იყო, იმიტომ რომ ვიცოდი რომ პატიოსანი მოქალაქე შენს ხო შენ წეთამეზე რა. ანუ არ ვიყავ ეს ანუ პირველ თამაშობ რაღაც ემოციები იყო და ეხა ძალიან შვიდად ვიყავი. ანუ ძალიან იმიტომ რომ ვიცოდი რომ ანუ რაღაცის არ მქონდა რა პასუხისგებლობა და ეხა ეგ მაგრამ არ მინდა რომ თავის ლიდერულის გამოიყენოს აი ეს რაღაცა ეს ემოციების მხარზე დასახელებული კანდიდატურები არიან 6, 7 იმას უნდა აწყობდეს მაშინ თუ ამას არის ეს თუ უეჭველი გონია შენ თუ უეჭველი წითელი გონი ხარ ონო ორივე რო ადგეს რა დასრულდა ფოლი დასახელებული კანდიდატურები არიან 6, 7 ამ თანმიმდევრობით ვიფიქრობს რომ 6-იანმა უნდა დატოვოს თამაში ეხლა მიეცით ხმა 2 ხმა 2 ხმა გადავიდა 7-ზე. ეხლა გამოვა მნიშვნელოვანი შეკითხვა, გსურთ თუ არა რომ ორივე მოთამაშემ დატოვოს თამაში. თუ 50%-ზე მეტი, ანუ 3 ხმა დაგროვდა, მაშინ ორივე მოთამაში ადგება. თუ არ დაგროვდა, მაშინ ისევ დაღამდება. ანუ 3 ხმა არის საჭირო ორივე მოთამაშის გასავარდნად.
ვინც თulis რომ ორივე მოთამაშემ უნდა დატოვოს თამაში, ახლა აიწიეთ ხელი. ერთი ხმა. ღამე. იღვიძებს მაფია და ირჩევს მხედს. გადაწყვეტილება იღვიძებს დონი და ეძებს დეტექტივს იღვიძებს მარჯვენა ხელი და ეძებს იაკუძას იღვიძებს შოგუნი და უერთდება იაკუძა იღვიძებს დეტექტივი და იღვიძებს ექიმი. თემდება. თამაშს ტოვებს ნომერი 8. თქვენი ბოლო სიტყვა. არ ვიცი. ეხა უფრო ანუ შენ უბრალოდ ან თუ შოგუნი ხარ, მე ხელს ვწევდი რა, შენთან ერთად. და გადიოდა ეს, მე გეუბნები რომ შოგუნი არ ვარ. მოვიგებდით თუ პატიოსანი იყავი, არა, ვერ მოვიგებდით, რომელიმეს უნდა აიწია, მაგრამ უფრო მიხვდებოდით რა. მაგრამ ამას არ აწყობდა, იმასაც არ აწყობდა. არ ვიცი რა. მაგრამ შენ პატიოსანი ხარ, მე მგონი ხარ და შენ უნდა გადაწყვიტო რა. მადლობა. დაიმშვიდობოთ მანქანას. ძალიან საინტერესო გამოვიდა. პირველად ვითამაშე ესეთ გარემოში და ძალიან მომეწონა. ეხლა რომ მოვისმინე, მე მგონი ვაგებ და ძალიან ცუდია, რა ვიცი. მაინც ალბათ გამოცდილობის ბრალია, მაგრამ მადლობა თქვენ და რა ვიცი, წარმატებები. აუ ყველაზე მეტად რაც არ მინდოდა ის ხდება და იმ სიტუაციაში ვარ. ვასახელებ 6. მიღებული 6. ჩემი რჩევა იქნება, ეს არის ფინალური წრე, ყველა დაასახელეთ. ვასახელებ 6 მოკლედ და რა არის ხა ჩემი, ხო რა. ბიჭო, თავიდანვე მოყვებოდი შენ, თავიდანვე და აი შენ რო ქოროს უთხარი, რომ კაროჩა როგორ არ კვდები, აი ქოროში მე ძალიან ეჭვმეპარებოდა და ეგ შეიძლება შენ შემოგვიგდე შენ და ქორო მორივე. მე ვასახელებ ბასტოს 6 ნომერს და ნარჩენს მოусმინო. მადლობა. 6 ნომერს უსმენ? მოსმენას აპირებ რო ვიცოდე რა. აპირებ ხო რამე. და მოგილოცავდი ეგრევე რა, იმიტომ რომ მაფიოზია იცოდე ეგ. აი უბრალოდ იცოდე. იცი რა, ერთ-ერთ რაღაცას გირჩევ რა. ზედმეტად დარწმუნებით აგილაპარაკო რომ გადაიზღე თავი, აწიე თუ გინდა ჩემზე ხელი, მაგრამ არგუმენტები არ გაქვს ჩემს მიმართ, იმიტომ რომ ხა გადმოვაგდე ტიპი ზის და უცებ რაღაც აქ დეტექტივები ერთმანეთს ურტყავენ და მე ხელი ერთზე იმიტომ ავწიე რომ ნინიკოს მამარდაში ნინიკოს დეტექტივების უფრო მჯეროდა, არავინ არაფერი არ ურტყავს. რატო აწიე ერთზე და იწყებს მართლებას. თავი ეგ ხო იცი აი, თავის მართლებას ვინ იწყებს რა. მე ვცდილობდი ნეპოვა იმას ვაკეთებდი ლოგიკებს იმავშებოდი და ვეძებდი. გასაგებია რომ ძალიან რთულია ახლა რომ მე დამიჯნო მართლა ძალიან რთულია და გითხარი თავიდან მაგიდაც ეგრე გავხსენი რომ ესეთი რაღაც რო ხდება ხოლმე რომ ვინც ხშირად თამაშობს და ვინც ხშირად არ თამაშობს მაგიდაზე რჩებიან დიდი ალბათობით ეს ადამიანი იწირება ვინც ვარ ახლა ამ შემთხვევაში მე და არც გაწნეხსაც არ უშვებ მაგეთ რომ მოსულა რა ანუ ბევრჯერ მომხდარა მაგრამ ერთადერთსაც გეტყვი პროსტა ჯიგრულად გეუნები რომ თლად თამამი ნუ იქნები ისე აწე ეჭვის თვალი ქონდეს რომ ითომ ეჭვი გაქვს მაინც რა მაგრამ ჩვენც რა ვიცი რა გააგრძელეთ ახლა ძველ წვადებზე საუბარი თქვენ დასრულდა თქვენი დრო დაასახელა არ ვიცი 7 ნომერს უსმენთ ანუ მე თავიდანვე მიყვები მე მიყვები თავიდანვე ჩემ ლოგიკას რა ანუ მე არ გადავუხვი ანუ რაც მეგონა ანუ პირველი ჩემი ეჭვიდან გამომდინარე ანუ ავხსენი რატო ავწიე მარტო მე ქოროზე იმიტომ რომ ნინიკოდან გამომდინარე ანუ ეხა შეცვალდაკეთ ეხა უფრო ანუ არ დამისახელებ ხარ მე ვარ მარტო დასახელებ პატარა ბავშვები რა რომ მაგას манипуляციას ვერ მიხვდეთ რა ანუ ეს 7 საუბარიც манипуляციის ის არის რა და ძალიან დარწმუნებულია რომ რაც მეგონა პირველი მე-6 და მე-12 ნომერი არის რა ძალიან დარწმუნებული ვარ მართალი იყო არა ეს მოიგო მაფიოზი მორჩა თამაშა მე არ დამისახელები ხარ მორჩა მე-6 ნომერს მადლობა დასახელებული კანდიდატურები არიან მხოლოდ 6
შესაბამისად 6-იანი ვარდება, წეღანაც არ დაასახელა 6-იანმა და სპეციალურად გავახსენე რომ არასდროს არ დაგისახელებია არავინ და სულ მე გასახელებინებდი და ნერვები მომიშალე. 6-იანის ბოლო სიტყვა? მაფიოზი იყო. და ეგ დაიკიდეთ ხოლმე რა, რომ აი რა ასე ხარ ას მორჩა თამაშობს. მოიგე. შენ იყავე? არა ვარ მე. არ ვარ. მორჩოსო, პაკა, ნახო. დაუძახოთ მაფიოზებს! აქამდე უნდა მოიგოთ ყველა. არ მოთამაშები კიდე რა. არა, ამ მესიმენა უნდა გაგეკოს ბიჭო, ასე უნდა გიყო. არაფერი, არ კომპიუტერო თავის მარტი, თავის მარტი პირველი წრიდა. რატო არ ასახელებ, რატო? შენ პირველი. შავი, ესე შავი. შავი. მეგობრებო, ეხა MVP დავასახელოთ მაგარი თამაში. მეგობრებო, ძალიან საინტერესო თამაში იყო, უამრავი ვარიაციით და მინდა რომ ემოციებით დაიცალოთ, მიულოცოთ გამარჯვებულებს და ერთი ნომერი გახსნის წრეს. მე ვერ დავიცალე სათანადოდ, იმიტომ რომ გიორგი კალატოს ვეზიზღებოდი, თვალებში მიყურებდა და ვეზიზღებოდი. რატო? რატო გეზიზღები გიო? უამრავი დრო გვაქვს ერთად გატარებული. გინდ ხალხთან ერთად, გინდ მარტო, გინდ არა, ნახე მე მეზიზღებოდი და მე ცოტა მომეწონე. გადაამოწმე და იმით. აი ტიპი გაიჩიტე. ხო, ორი ნომერი, ნუ რა თქმა უნდა არ გადავამოწმე, იმიტომ რომ ლივერპულში გადადის და არ მინდა, ხო, არ მინდა რომ მე იბერია რო შევხვდებით ლივერპულს, რომ ძალიან ისეთი ბურთები ამიღოს. ძალიან საინტერესო იყო იქიდან ყურება რა ამ ყველაფრის რო ვარდები, ზოგადად იქიდან უყურებ ხოლმე რა, გვერდზე ოთახიდან ვინც არის ის VIP-ა და გოგოები და რა ვიცი 1000-ცა გასართობი და არა ხუმრობ რა თქმა უნდა და საინტერესო იყო აი ეს 4-ნი რო იყავით დარჩენი რო დაღამდა და აი შენკენ რო ველოდი რომ 7 ნომერი გამოიშვერდა რომ გააგდებს და 8 ნომერი რო გააგდა ვინც 7-თან ერთად თამაშობდა მაინც რომ მოიგო საბოლოოდ და გილოცავ გამარჯვებას კარგად მიხვედი ბოლომდე მაფიამაც კარგად ითამაშა დეტექტივად რო გაიხსნა 4 ნომერი ძალიან ცუდი იყო ჩემთვის იმიტომ რომ ჯერ მინდოდა რომ რას ვაპირებდი ერთს ვიტყვი და всё რა ტაქტიკა მქონდა ეხა ნახე შენ ხო გადაგამოწმე პირველ ღამეს არ ვაპირებდი პირველ ღამეს შენ გადამოწმებას ვაპირებდი 9-ის გადამოწმებას რა და 9-შო გადავამოწმებ მეთქი ვიტყვი რომ 5 შავია მეთქი რა და იმის რეაქციას დაველოდები მეთქი და მე ვიტყვი 5-ს მოხსნი მეთქი 9-ზე გადავალთქო მოკლედ ძალიან კარგი ტაქტიკები მქონდა და მადლობა რომ ჩამეშალა ეს ტაქტიკები იმიტომ რომ პატიოსნები იყვნენ ორივე ხო არა უშავს შენ ორივე ბაფიოზი გიყო მე ხო პირიქით მიკროფონ კაი, მადლობა პირველ რიგში მოწვევისთვის. მართლა ვისი ამოვნე. ჩემი MVP 7 ნომერი. ცოდნი ამბიც თამაში კიდე მოიწვიეთ ხოლმე. მეგრელია. გადაავი არაფერი რა. მადლობა და იმედია კიდევ შევხვდებით. კიდე ისო გეთქვა. ხო, აქამდე როგორ არა. როგორი ემოციები იყო ბოლოში? ყველა მეზიზღებით ვისაც ხდა მაფიოზები ძალიან რთული ყოფილა მართლა ძალიან რთული ყოფილა რა გარედან ისე არ ჩანს და მაპატიეთ ვიზეც მეგონა რომ თულად ნერვიულობდით ვინც აქ ისხდით ხოლმე და ამბობდით რომ რთული არის ხო ბოლოს არ ვიცი ბოლოს 7 ნომერმა 8 რო გააგდო მანდ გადმოვიხარეთ თორე მანამდე ხო ხედავ შენზე ავწევდი ხელს ხო მაგრამ 7-მა რო 8 გააგდო მანდ დავეჭვდი შენზე რა რომ მე შენიანი ვიყავი და მოიშორე ის ვინც იმას აძლევდა ხმას და მაგიტო გადმოვიხარეთ რომ მანამდე შენზე ავწევდი თან შიშისგან და იმისგან ახლა. ხო, MVP 7 ნომერი აუცილებლად პირველი ნომერიც კარგი იყო და მადლობა. ძალიან კარგი იყო. მადლობა ძალიან დიდი. 4 ნომერზე რო ზიხარ დეტექტივად იხსნები? მოკლედ პირველ რიგში ძალიან უკმაყოფილო ვარ. ძალიან უკმაყოფილო ვარ ჩემი თამაშით. ემოციურ დონეზე ვიყავი ძალიან სუსტი, მაგრამ ყველა შენ დეტექტივობას თამაშობ. ერთი წუთი მაგრამ გავუსვათ ხაზი იმას რომ მე შედნა მე ჩემპიონი მაგრამ მამარდაშვილების გენგი სადაც არის იქ ყველაფერი დამთავრებულია ყოველთვის გაითვალისწინეთ ეს ზოგადად მე 4 ნომერზე აღარ დავჯდები
და მე მგონია რომ საინტერესო თამაში გამოვიდა საყურებლოდაც და ისედაც კაი თამაში იყო არა უშუალოდ გული დაგწყდათ მეგობრებო მეოთხე ნომერი იღბლიანი როგორ მოგიწონა თამაში ძალიან ასეულები ვარ მე ესეთი სეუნება ჯერ არ მიმიყია რა 4 ნომერზე 4 ნომერზე გავბრაზდი მე შევრიგდით იქეთ ოთახში და ჩვენი კონფლიქტი ამოიწურა რა პირველ რიგში მინდა ვთქვა რომ ძალიან მიხარია ბიჭების მოსვლა და თამაში იმიტომ რომ ზოგადად YouTube-ისთვის ერთი ნომერს არ გულისხმობ ამ სპიჩში უფრო ისეთ აქეთ 2-3-ზე მაქვს საუბარი 7-10 მოვიდნენ კარგი ნაბიჯი გადადგეს ჩემი ერთ როგორც მაფიის განვითარებისთვის YouTube-ის განვითარებისთვის და მინდა მადლობა უთხრა მათ ამისთვის მე მაქვს ხოლმე ბედნიერება რომ ამათთან ერთად ვითამაშო, მაქვს ხოლმე ბედნიერება რომ თამაშის დროს გავამწარო და მე ეს აქ რომ მოვლენ, რა თქმა უნდა, შავი გონი ვარ. რაც არ უნდა წითელი კარტი ვიყო და აზრი არ ქონდა ჩემი თავის მართლებას, იმიტომ რომ დეტექტივით ჩემი წითლით იყო და ფაქტურად განწირული ვიყავი სიკვდილისთვის. მაგრამ მაინც ძალიან ასიამონები ვარ თამაში და 7 ნომერია MVP აუცილებლად, იმიტომ რომ მაგარი პერფორმანსი დადო, კარგი თამაში დადო და ვაჟა გოგოას ერთკვირიანი დეპრესია გამოუწერა მინიმუმ, რაც მე ძალიან მახარებს. გადავცემ სიტყვას მას. კვილიც ერთი ტყუილიც არ მეთქვამს ისე რომ იცოდი რაც მაგიდაზე ვზივარ. აი იმას არაფერი ინფორმაცია არ მქონდა ერთი ვიცოდოთ 11 იყო იაკუძა. სხვა ინფორმაცია არ მქონდა. რო გეკითხათ 11 იაკუძაო, გეტყოდი ამას რა არ მოგატყუებდი რა ვინც გატყუებდა აგერ მარცხნივ მიზის და მწვადებდა და რაღაცებს რო გახსენებდა თან გატყუებდა რა. ხო არ ვიცი. არც მე ერთადერთი რაც იყო რომ მნიშვნელოვანი იყო რომ რახან ესეთი off season თამაშია და ამხანაგური თამაშია ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის რომ საინტერესო იყოს რა და ბოლომდე დაძაბული იყოს და თავარი ეგ არის ანუ ჩვენ მანდ ვართ გამოვდექით ყველა მაგარი რომ ეგეთი თამაში შევქმნით მადლობა დავმარცხდი ბოლოჯერ ეს არ გაჩუმდება არა კაი აჰა აგარ მე კენ პროსტა გაბაგხსენდი ერთ ნომერზე ატო აიწეს არა მე თავიდანვე ეგ ტაქტიკა აუჩერა რაც ქონდა ტაქტიკა იმას გავყევი ბოლომდე და მაგით გადმოვიყვანე ქვილითა და მე ვფიქრობ მეკობა ჩემით რა ჩემით ეგ იყო თავიდანვე დაგეგმილი და ანუ მე ვერ ვიტყოდი რომ ნინიკოს გავარდნე ძალიან დამეხმარა რა ანუ რაღაც არ ვიცი რატო და ბუდის გიხდით ტყუილისთვის არ ვარ მატყუილ ადამიანი ბოლო თამაში არ მიყვარს ტყუილი და სიცილიაზე იმედია რა ვიცი მე სამიყვანს რა კაი თამაში ერთ ადგილს დავამატებთ არა პრობლემა მადლობა საინტერესო თამაში იყო ვფიქრობ ჩემი MVP 7 ნომერი რა თქმა უნდა რავი ბასტოსთან ერთად თამაშობდი მაგრამ ბოლოსკენ მაინც ბოლოსკენ ვიგძენი რა არა ვიგძენი რა რაღაც ცუდი კარტი ქონდა რა ვისიამონე დიდი გამოცდილება იყო ჩემთვის და რა ვიცი იმედია კიდევ მოგვიწევთ და ძალიან კარგი პროექტია მინდა ვთქვა და რა ვიცი წარმატებები ყველას თქვენ შევიგდით და ჩემი მონაკვეთი ხანდა არა მე ბასტო არ მომწონდა და ეს არც ერთი პატიოსანი აქეთ დეტექტივიანი და ასე არ მომწონდა ნუ ვერ ვითამაშეთ კარგად პატიოსნებმა ნამდვილად რა შეეხება ბიჭო პატიოსნები მოგვივიდა და დავაყარეთ ერთმანეთს რას ვიზამს ქოროს ვეხვეწე ხორხი გამოვიღე რომ მეთქი არ შემამოწმა და მაინც შემამოწმა და ისე ქოროს დეტექტივი მე არ მომწონა მე 4 ნომრის დეტექტივი უფრო მომეწონა რა გავაკეთო ანუ 7 ნომერს MVP დასახელებ და 7 ნომერი გონია რომ ძალიან კარგად გაძვრა იმიტომ რომ არ ყოფილა ეჭვი ჩუმად თამაშობდა ბევრს ალაპარაკობდა მაგრამ თვითონ ინსპექტორ ორიანმა თავიდან 4-იანს უფრთხილდით ანუ კარგად გაშალეს მამარდაშვილებმა ჩემი აზრით თამაში და გადაიტანეს ძალიან კარგად და ბრავო მაფიას ძალიან კარგი თამაში იყო კიდე ერთხელ მადლობა მოწვევისთვის მართლა ძალიან პოზიტიური გარემო არის აქვს და ძალიან ვისიამოვნე თამაშითაც ვისიამოვნებდი მომეგო ბოდიში და საღოთ იმენა მომატყუე ჩემ თავს დავიხილავ უფრო ჩუმად მაგრამ მამარდავენ მომატყუე ის რომ მომატყუე ზატო ხო და მე ძალიან ჩემი აზრით ძალიან სულოდ ვითამაშე იაკუზა დავხილე რავი ეხაც მგონია რომ 4 ნომერი დეტექტივი იყო კიდე მჯერა და არა პატიოსნებმა მართლა სულოდ ვითამაშეთ მე ალბათ ერთ-ერთი ერთ-ერთი დაჟან კაი ის იყო რომ ბოლოსაც შეიძლებოდა მოგება რა მაგრამ მანდ შეცდომები დაუშვით რა ეგ არაფერი ერთ-ერთი ის მომშვიდობს რომ ამხანაგური თამაში იყო
ოფ სეზონი რო იყო. მადლობა კიდე ერთხელ, რა ძალიან კარგი თამაში. ულოცავ ჩემი MVP-ც თქვა ეგრე მაგითო დაიწყო რა. არა, ჩემი MVP 7 ნომერი იყო. ექიმი ეს იყო ამჯერად. ხო, დიდი მადლობა კიდე ერთხელ, ძალიან კაი თამაში იყო. ფაქტიურად ჯერი გადამატარეს. ერთხელ დამხილა, მეორედ მესროლეს, მოკლედ დამხრიტენ. ერთადერთი რითაც ვარ ბედნიერი, რომ იგემე როგორია პირველ წრეზე გავარდნა? ხო, რა იყავი შენ? არა უშავს, მე რა. აი ეგრეა კაი. ძალიან კაი, ძალიან კარგად მივდიოდით მე და ბასტო, ძალიან წყნარად შვიდათ და ხარვის რიკოშეტი მომხდა ასნაირად. 200 უტევდი. 200 უტევდი სამართლიანად. 200 არ უნდა შეუწყოთ. 200 უტევს ხო იცი რა მოსდის? გასაგებია კი ბატონო. დიდი მადლობა კიდე ერთხელ მოკლედ. მადლობა. მოკლედ დღეს იყო შავების დღე რა, ესე გამოვიდა, იმიტომ რომ აქ იაყუძამაც ძალიან კარგი რაღაც თამაში ქონდათ, ესე მგონია, მაფიამ ხო საერთოდ 7 ნომერი რო დარჩა მარტო გულწრფელად რო გითხრა, მეგონა რომ თან მithme ეს გადამოწებული ყავდი, მეგონა რომ მაფიის გუნდი წააგებდა, მაგრამ ბრავო, როგორ მოიგე, მე ცოტა ხო 6 ნომერი ეგ არის მოდაი კარგად არგუმენტი, მაგრამ 7 ბრავო და დაძმებს რა თქმა უნდა ირიბის შეტევა და ირიბის საპორტი ძალიან კარგი ქონდათ რა. მოკლედ მაფიის გუნდი იყო, მგონია რომ იდეალური გუნდი იყო და MVP მაფიის გუნდს, თუმცა იაკუძასაც ნამდვილად არ აუშავდა. ჩვენ პატიოსნება რაღაცა ვერ შევთამაშით, იმიტომ რომ ამხანაგური აი სერიოზულ თამაშზე მე მოგიწევთ ოფიციალური შეხვედრა რო იქნება აქ მე სეზონ ოფი არა. მე ვნახოთ. ეხლა პატივისცემა გამოვხატეთ, ხო ჯითო? აი მადლობა თითოეულ თქვენგანს მოწვევისთვის, ძალიან გაფასებთ, ძალიან გულშემატკივრობთ და ყოველთვის გვიხარია თქვენი წარმატებები. ძალიან დიდი საპორტი გაქვთ ჩვენგან და მადლობა რომ გვეწვიეთ, კიდევ იმედია რომ მოხვალთ ჩვენთან ერთად. მადლობა მეგობრებო, თქვენი მობრძანება არის ძალიან მნიშვნელოვანი ქართული YouTube-ის მაფიაში, ზოგადად YouTube-ის ძალიან დიდი მხარდაჭერა არის. მადლობა ქორო, შენ ყოველთვის გვერდით უდგახარ ამ პროექტს. წარმატებები მინდა გისურვოთ თქვენ საქმეში. და თქვენი გულშემატკივრები ვართ. იმედია რომ ეს თქვენი პირველი მობრძანება, ჩვენ აქამდე ყოლია ფეხბურთელები, მაგრამ ეს იქნება რაღაც საწინდარი, შემდეგ უკვე სრული მე არავის არ ვერჩი, მაგრამ სრული ნაკრების თამაშის. მადლობა ორგანიზატორებისთვის და